მხედვარი, უკანასკნელი სურვილი, სიმართლის მარცვალი, თავი პირველი. მხედვარის ყურადღება გაკაშკაშებულ, ღრუბლებით დაზოლილ ცაზე გამოჩენილმა, შავმა წერტილებმა მიიპყრო. ფრინველები მშვიდად უვლიდნენ ირაოს, დროდადრო დაბლა ეშვებოდნენ და კვლავ ზეიჭრებოდნენ. მხედვარი დიდხანს უყურებდა ფრინველებს, მანძილის დადგენას და იმის გამოთვლას ცდილობდა, რამდენი ხანი დასჭირდებოდა მის გასავლელად. არც ლანდშაფტის თავისებურება დავიწყებია, არც ტყის სიხშირე, არც იმ ხევის მიმართულება და სიღრმე, რომელიც მისი აზრით წინედო. მერე ლაბადა მოიძრო და მკერდზე შემოჭერილი ხვედი უფრო მაგრად შემოიჭირა. მარჯვენა მხრის უკნიდან ზურგზე ჩამოკიდებული ხმლის ტარმა ამოყო თავი. ცოტათი დავიგრძელოთ სავალი, ნაფოტავ. გადავუხვიოთ ჩარაგზიდან. არა მგონია ის ჩიტები იქ ტყუილ უბრალოდ ტრიალებდნენ. თქვა მან. ფაშაც რა თქმა უნდა, პასუხი არ გაუცია, მაგრამ ნაცნობ ხმას დაჰყვა და გზას გაუდგა. იქნებ სულაც მკვდარი ცხენირემია. იქნებ სხვა რამეც. კაცმა არ იცის. ჩაელაპარაკა გერალტმა. როგორც ივარაუდა, ხრამს მიადგნენ. მხედვარი ხევში ჩამწკრივებული ხეების კენწეროებს დააკვირდა. ხარტაფის ფერდები უწყინრად გამოიყურებოდა. მდინარის კალაპოტი მშრალი იყო. არც კვინჩხი ჩანდა სადმე და არც დამპალი კუნძები. ადვილად გადაიარა. მეორე მხარეს ბუჩქნარი და არყის ხეების კორო მიიდგა, მათ უკან კი დიდი კორდი იყო, ვაკე და ბუჩქნარი, რომელსაც აბურდული ტოტების საცეცებივით გამოეშვირა და ფესვები მიწიდან ამოეყარა. მხედრის დანახვაზე დამფრთხალი ფრინველები კიდევ უფრო მაღლა აიჭრნენ და ხრინწიანად, გამყივანად აჩხალდნენ. გერალტმა უმალვე შეამჩნია პირველი გვამიცხვრის თეთრი ტყაპუჭი და მრუმე ლურჯი ფერის კაბა. მკაფიოდ ჩანდა სიყვითლე შეპარულ ისლის ბუჩქებში. მეორე მაშინვე არ დაუნახავს. მისი ადგილმდებარეობა სამმამგელმა გასცა, უკანა თათებზე რომ ჩაყუნცულიყვნენ და მშვიდად შესქეროდნენ მხედვარს. ფაშატმა ჩაიფრუტუნა. მგლები თითქოს ბრძანებას დაემორჩილნენო. აუჩქარებლად შევიდნენ ტყეში. შიგადაშიგ სამკუთხა დრუნჩებს მოატრიალებდნენ ხოლმე და მხედარს გამოხედავდნენ. გერალტი ცხენიდან ჩამოხტა. ლურჯკაბიან, ტყაპუჭში გახვეულ ქალს სახე, ყელი და მარცხენა ბარძაყის დიდი ნაწილი აღარ ჰქონდა. მხედვარი გვამთან არ დახრილა, გზა განაგრძო. კაცი პირქვე იწვა. გერალტს ცხედარი არ გადმოუტრიალებია. ისედაც ჩანდა, რომ მგლებს და ფრინველებს დრო უქმად არ დაეკარგათ. გვამის გულმოდგინე დათვალიერება არც იყო საჭირო. მოკლე კამზოლს მხრებსა და ზურგზე დატოტვილ ზოლად შეხმობოდა სისხლი. კაცი კისერში ჩარტყმით მოეკლათ. მგლებს მერეღა ეპოვათ გვამი. კაცს ფართო ქამარზე ხისბუდიან დანასთან ერთად ტყავის ქისაც ეკიდა. გერალტმა ქისა გაგლიჯა და მიწაზე გადმოაპირქვავა. აბედის კოლოფი, ცარცის ნატეხი, ბეჭდის ცვილი, ერთი მუჭა ვერცხლის მონეტა, ძვლისტარიანი სამართებელი, კურდღლის ყური, სამი გასაღები და თილისმა, რომელზეც ფალოსის სიმბოლო იყო გამოსახული. ტილოზე დაწერილი ორი წერილი წვიმასა და ცვარს ისე დაესველებინა და გაეძღაბნა, რომ კაცი ვერაფერს გაარჩევდა. მესამე პერგამენტზე ნაწერიც ნესტს გაეფუჭებინა, მაგრამ გარჩევა მაინც შეიძლებოდა. სავალო თავდებობა იყო მურიველის ჯუჯათა ბანკის მიერ ვაჭარ რულე ასპერისა თუ ასპენის სახელზე გაცემული. არც თუ დიდ თანხაზე. გერალტი დაიხარა და კაცს მარჯვენა ხელი აუწია. გალურჯებულ და გასივებულ თითში ჩაკარგულ სპილენძის ბეჭედზე იარაღების ოსტატთა გილდიის ნიშანი იყო ამოტვიფრული სტილიზებული ჩაფხუტი. ზარადითა და გადაჯვარედინებული ხმლებით. ხმლების ქვეშ ეითეირ უნდა გამოესახათ. მხედვარი ქალის გვამს მიუბრუნდა. მისი გადმობრუნებისას თითში რაღაც შეერჭო ქალს კაბაზე ვარდი ჰქონდა მიმაგრებული. ყვავილი დამჭკნარიყო, მაგრამ ფურცლებს ფერი არ დაჰკარგოდა, მუქი ცისფერი იყო, თითქმის ლურჯი. გერალტს ასეთი ვარდი არასოდეს ენახა. გვამი ბოლომდე გადმოატრიალა და შეკრთა. შიშველ და სისხლიან კისერზე ქალს აშკარად ეტყობოდა ნაკბილარები, მაგრამ გლისა არა. მხედვარმა ფრთხილად დაიხია უკან. ტყისპირისთვის თვალი არ მოუშორებია. უნაგირზე შეჯდა, კორწს ორჯერ შემოუარა, დაიხარა და მიწას დააკვირდა. მაშ ასე, ნაფოტავ, ყველაფერი ნათელია.
ჩაილაპარაკა მან. იარაღის ოსტატი და ქალი იმ ტყიდან გამოსულან ცხენებით. ეტყობა მურიველიდან მოდიოდნენ. ალბათ, შინ. აბა, გაუნაღდებელ თავდებობის ბარათს დიდხანს ვინ დაატარებს თან. მაგრამ რატომ მიდიოდნენ ტყით და არა შარაგზით? ეგ აღარ ვიცი. აი ნახე, ამ ველზე მხარდამხარულიათ. მერე კი არც ეს ვიცი, რატომ ორივე ჩამოქვეითებულა, ან ეგებ ჩამოვარდნილა. კაცი მაშინვე მომკვდარა. ქალი ჯერ გაქცეულა, მერეც აქცეულა და მერეღა დაულევია სული. თავდამსხმელს კი, რომელმაც კვალიც არ დატოვა, კისერში კბილები ჩაუვლია და მიწაზე უთრევია. ცხენები დამფრთხალან და გაქცეულან. 2-3 დღის წინანდელი ამბავია. პატრონის ხმის გაგონებაზე ფაშატმა შეშფოთებით ჩაიფრუტუნა. ეს ხალხი არც მაქციას დაუხოცავს და არც ტყის კაცს. ისინი ლეშის მჭამელებს ამდენს არ დაუტოვებდნენ. ჭაობიანი ადგილი რომ იყოს ვიტყოდი, კიკიმორა ან ასპიტი იქნებოდა მეთქი, მაგრამ აქ ჭაობი არსადაა. მხედვარი დაიხარა. თოქალთო ასწია და საპალნეზე მიმაგრებული მეორე ხმალი ჩამოხსნა, რომელსაც ბრწყინვალე, ორნამენტებიანი კოტა და შავი დაღარული ტარი ჰქონდა. მოდი ნაფოტავ, მარყუჟი გავაკეთოთ. გავიგოთ, რატომ გადაუხვიეს ქალმა და მეიარაღე მთავარი გზიდან და რატომ ამჯობინეს ტყე-ტყე სიარული. ასეთი ამბები თუ შეუმჩნეველი დაგვრჩა, შვრიის ფულსაც ვერ ვიშოვით. რა სიტყვი? ფაშატი მორჩილად გაუყვა ქარგცეულს. ძირფესვიანად ამოგლეჯილი ხეებისგან დარჩენილ ორმოებს ფრთხილად არიდებდა ფეხს. მაქცია არ უნდა იყოს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩაილაპარაკა მხედვარმა. უნაგირის ჩანთიდან ეშმაკის ქოშის კონა ამოიღო და ლაგამზე ჩამოკიდა. ფაშატმა ჩაიფრუტუნა. გერალტმა ქურთუკი შეიხსნა და მგლისდრუნჩიანი მედალიონი გამოაჩინა. მედალიონი ცხენის ნაბიჯის რიტმში ქანაობდა ვერცხლის ძეწვზე და სინათლის სხივებზე ვერცხლის წყალივით ბრწყინავდა. ბენივით. თავი მეორე. საცალფეხო ბილიკით გორაკის წვერზე ავიდა თუ არა, კოშკის კონუსისებრი, წითელი კრამიტით დაფარული სახურავი დაინახა. კაკლის ხეებით, ხის ტოტებითა და გამხმარი ყვითელი ფოთლებით მოფენილი ფერდობი ცხენოსნისთვის მეტისმეტად ციცაბო იყო. ხედვარი უკან გაბრუნდა, ფრთხილად დაეშვა გორაკიდან და ბილიკზე გავიდა. ცხენი ნელა მიყავდა, ხშირ-ხშირად აჩერებდა და, უნაგირიდან გადმოკიდებული, ნაკვალევს ეძებდა. ფაშატმა თავი შეარხია, გაშმაგებით დაიჭიხვინა, ფლოქვები დააბაკუნა და გამხმარი ფოთლების კორიანტელი დააყენა. გერალტმა მარცხენა, ხელი კისერზე მოხვია, მარჯვენით კი მის თავს ზემოთ აქსიუსის ნიშანი გამოსახა და შელოცვა წაიჩურჩულა. ასე ცუდადაა საქმე? ჩაიბუტბუტა და მიმოიხედა. დამშვიდდი, ნაფოტავ, დამშვიდდი. შელოცვა მალე გაჭრა, მაგრამ ფაშატი მაინც უხალისოდ, ფეხარეული დაიძრა. მხედვარი მარჯვეს ჩამოქვეითდა, ფეხით გაუდგა გზას და ცხენი აღვირით წაიყვანა. უცბად გალავანს გადაეყარა. ტყეზედ გალავანს მისდგომოდა. ნორჩი ხეები და ღვიის ბუჩქები კედელს მოდებულ სუროსა და ველურ ყურძენში გადახლართულიყო. გერალტმა მაღლა აიხედა და უმალვე იგრძნო, რომ კისერზე რაღაც უხილავი ფაფუკი ქმნილება შეაცოც და მისი თმის ქვეშ გზა გაიკვლია. უთვალთვალებდნენ. ნელა შემოტრიალდა. ნაფოტამ ჩაიფრუტუნა, კისერზე, კანქვეშ, კუნთები შეუთრთოლდა. იმ გორაკის ფერდობზე, რომელიც ისის იყო ჩამოათავა, გოგონა იდგა. ცალი ხელით თხმელას ეყრდნობოდა. თეთრი კაბა უცნაურად ეხამებოდა მის გაწეწილ, ხრებამდე ჩამოშლილ, ბზინვარე შავ თმას. გერალტს მოეჩვენა, რომ გოგონა იღიმებოდა, მაგრამ მეტისმეტად შორს იყო, ამიტომ დანამდვილებით ვერაფერს იტყოდა. გაუმარჯოს! თქვა, მისალმების ნიშნად ხელი მეგობრულად ასწია და ნაბიჯი გადადგა. გოგონამ ოდნავ მოაბრუნა თავი და მის მოძრაობას თვალი გაადევნა. ფერმკრთალი სახე და უშველებელი შავი თვალები ჰქონდა. ღიმილი თუ მას საერთოდ ღიმილი ეთქმოდა ისე უკვალოდ გაუქრა სახიდან თითქოს ვიღაცა მოსწმინდაო. გერალტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მის ფეხქვეშ ფოთლები აშრიალდა. გოგონა ადგილს მოსწყდა და შველივით დაეშვა ფერდობზე. ბუჩქებში ჩაიქროლა, თეთრ ხაზად იქცა და ტყეში გაუჩინარდა. გრძელი კაბა სირბილში თითქოს ოდნავაც არ უშლიდა ხელს.
აღელვებულმა ნაფოტამ დაიჭიხვინა და თავი გაიქნია. გერალტი კვლავ ტყეს გასცქეროდა. ცხენის დასამშვიდებლად იგივე ნიშანი გამოსახა. აღვირზე მოკაჩა და ნელა გაუყვა გალავანს. წელამდე ტანაყრილ ოროვანში გზას ძლივს მიიკვლევდა. მძიმე, რკინით შეჭედილ, ანჯამებდა ჟანგულ ჭიშკარს მიადგა. ჭიშკარზე უზარმაზარი თითბრის ჩაქუჩი ეკიდა. გერალტი წამით შეყოყმანდა. მერე ხელი გაიწოდა და გამწვანებულ ლითონს შეეხო. და მაშინვე უკან გახტა, რადგან ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და ბალახის, ქვებისა და ტოტების კორიანტელი დააყენა. ჭიშკრის მიღმა არავინ იყო მხედვარმა მხოლოდ მიტოვებული, მოუვლელი ეზო დაინახა. ეზოს ჭინჭარი მოსდებოდა. შევიდა და ცხენით შეიყოლა. ნიშნისგან ჯერ კიდევ გაბრუებული ფაშატი მორჩილად გაჰყვა, მაგრამ მძიმედ თითქოს ოჩოფეხებზე იდგა. ეზოს სამი მხრიდან გალავანი და დანგრეული ხარაჩოები ერტყა. მეოთხე მხარეს სახლის ფასადი მოჩანდა. ბათქას ჩამოცვენილ, ნესტით დალაქავებულ კედელს სვია მოსდებოდა. კარი და საღებავ ქერცლილი დარაბები მჭიდროდ იყო დაგმანული. გერალტმა სადავე ჭიშკართან მდგომ სვეტს გადააცვა და სახლისკენ მიმავალ მოხრეშილ ბილიქს ნელა გაუყვა. ჯერ ხმელი ფოთლებითა და ნაგვით სავსე პატარა შადრევანს ჩაუარა. შადრევნის ცენტრში, ზეძირკველზე, მორკალური და კუდაცკეპილი დელფინი შემოსკუპებულიყო. შადრევნის გვერდით, იქ სადაც ძალიან დიდი ხნის წინ ყვავილების კვალი უნდა ყოფილიყო, ვარდის ბუჩქი ხარობდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბუჩქი იყო, ხოლო ყვავილებს ჰქონდა უჩვეულო ფერი მუქ ლურჯ ფურცლებს, წვერთან ალაგ-ალაგ მეწამული დაჰკრავდა. მხედვარი ერთვარდ შეეხო, სახე ახლოს მიუტანა, დაყნოსა. ყვავილს ჩვეულებრივი ვარდის სურნელი ჰქონდა, ოღონდ ოდნავ უფრო მძაფრი. სწორედ ამ დროს სახლის კარი და ყველა დარაბა ჯახუნით გაიღო. გერალტმა აიხედა. მოხრეშილ ბილიქზე მისკენ ურჩხული მორბოდა. მხედვარმა მარჯვენა ხელი ელვის სიწრაფით აღმართა მაღლა, მარცხენით კი მკერდზე გადაჭერილი ღვედი შეარხია. ხმლის ტარი პირდაპირ ხელში ჩაუვარდა. ქარქაშიდან სისინით ამოვარდნილმა პირმა მოკლე ნახევარწრე მოხაზა და გაქვავდა. წვერი ურჩხულისკენ იყო მიმართული. ურჩხული ხმლის დანახვისთანავე შეჩერდა. ხრეში ყოველ მხარეს მიმოიფანტა. მხედვარი არც კი შერხეულა. ადამიანის მაგვარ არსებას გაცვეთილი, მაგრამ საკმაოდ მდიდრული სამოსი ეცვა. არც მოდური, თუმცაღა ყოვლად უსარგებლო სამშვენისები აკლდა. ეს იყო ადამიანური გარეგნობა პერანგის შელახულ საყელოსთან თავდებოდა. საყელოს ზემოთ დათვის უზარმაზარი, ბანჯგვლიანი თავი ამოზრდილიყო უშველებელი ყურებით და ველური თვალებით, საზარელი ხახით, მოკაუჭებული ეშვებით და ცეცხლივით წითელი ენით. მოშორდი აქედან, მოკვდავო! დაიღრიალა ურჩხულმა და თათები გაიქნია, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. გადაგსანსლავ, დაგფლეთ! მხედვარი არ განძრეულა, არც ხმალი დაუშვია. დაყრუდი! აქედან მოშორდი! დაიღრიალა არსებამ და უცნაური ხმა ამოუშვა. ერთსა და იმავე დროს ღორის ჭყვიტინსაც რომ ჰგავდა და ხარირმის ბღავილსაც. მის ხმაზე დარაბები აჭრიალდა და კედლებიდან ბათქაში ჩამოცვივდა. არც მხედვარი, არც ურჩხული არ შერხეულან. აქაურობას გაეცალე, სანამ ცოცხალი ხარ. ისევ დაიღრიალა არსებამ ოდნავ გაბზარული ხმით. თუ არ გოლდსპიერ, თუ არ რა. გააწყვეტინა სიტყვა გერალტმა. ურჩხულმა გაოცებისგან პირი დააღო და უზარმაზარი თავი გვერდზე გადააგდო. ერთი ამას დამიხედეთ რა მამაცია. თქვა მშვიდად, ეშვები გამოაჩინა და ჩასისხლიანებული თვალები გერალტს მიანათა. კეთილი ინებე და ეგლი თონი დაუშვი. ალბათ მიხვდი რომ ჩემს კარმიდამოში ხარ. თუ თქვენში მიღებულია მათსავე სამფლობელოში ხალხის ხმლით დაშინება, მიღებულია. დაეთანხმა გერალტი. როცა ის ხალხი სტუმრებს ღრიალით ხვდება და დაფლეთით ემუქრება. ერთი ამას დამიხედეთ, შეურაც ყოფასაც რომ მაყენებს ეს მაწანწალა. სტუმარი ყოფილა. ეზოში შემოიჭრა, ყვავილები გადამითელა, თან თავი დიდვინმედ მოაქვს და ჰგონია, პურმარილით დავხვდები. არსებამ გადააფურთხა და ყბები მოკუმა. ეშვები პირიდან გადმოეკიდა და ტახს დაემსგავსა. აბა! თქვა მხედვარმა მცირე ხნის შემდეგ.
რას ვაპირებთ? ასე უნდა ვიდგეთ. აბა რა ვქნათ? წამოვწვეთ. ჩაიფრუტუნა ურჩხულმა. ხომ გითხარი? ეგ რკინა მოაშორე მეთქი. მხედვარმა ხმალი ქარქაში ჩააგო, თუმცა ხელი არ დაუშვია. მხარს ზემოთ ამოწეულ ვადას შეავლო. შენთვისვე აჯობებს, წყნარად იდგე. ამ ხმლის ამოღება ნებისმიერ წუთს შემიძლია, თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე გგონია. შევამჩნიე. გაღიზიანებული კილოთი თქვა ურჩხულმა. ეგ რომ არა, კარგა ხნის წინ გაგაპანღურებდი ამ ჭიშკრიდან და საჯდომზე ჩექმის ნაკვალევს დაგიტოვებდი. აქ საიდან გაჩნდი, რა გინდა? გზა ამებნა. იცროა მხედვარმა. გზა აგებნა. გაიმეორა ურჩხულმა და ყბა მუქარით მოექცა. მაშ, გზას ბარაქა დააყარე. ჭიშკრიდან გადი, მარცხენა ყური მზისკენ გქონდეს. სულ წინიარე და მალე შარა გზაზე გახვალ. აბა, რაღაც უცდი. წყალი არის აქ სადმე? იკითხა მხედვარმა. ცხენსაც წყურია და მეც. თუ არ შეგაწუხებთ. ურჩხულმა ფეხი მოინაცვლა და ყური მოიქექა. შენ რა მართლა არ გეშინია ჩემი? იკითხა მან. უნდა მეშინოდეს? ურჩხულმა მიმოიხედა, ჩაახველა და ფარტხუნა შარვალი ჩამოიქაჩა. კარგი. რაც არის, არის. სტუმარი ღვთისაა. ყოველდღე კი არ ხვდები ადამიანს, რომელიც ჩემს დანახვაზე უკან მოუხედავად არ გარბის, ან გული არ მისდის. თუ დაღლილ დაქანცული, პატიოსანი მოგზაური ხარ, მობრძანდი, მაგრამ თუ ქურდი და ავაზაკი ხარ, გაფრთხილებ, ეს სახლი მე მემორჩილება, ჩემს ბრძანებებს ასრულებს. ამ კედლების ბატონ პატრონი მე ვარ! და ბანჯგვლიანი თათი ასწია. დარაბები აზანზარდა, ხოლო შადრევნის შუაგულში წამოსკუპებული დელფინის ქვის ხახაში რაღაც არ ახრახდა. მობრძანდი. გაიმეორა არსებამ. გერალტი ადგილიდან არ დაძრულა, აკვირდებოდა. მარტო ცხოვრობ. რა შენი საქმეა? კითხვაზე კითხვით მიუგო მან, ხახა დააბჩინა და შემზარავად დაიღრიალა. აჰა, გასაგებია ალბათ გაინტერესებს 40 ჩემსავით კოხტა მოსამსახურე ხომ არ მყავს? არა, არ მყავს. აბა, იღებ ჩემს მიპატიჟებას? თუ არ იღებ, აი ჭიშკარი იქ არის და მიბრძანდი. გერალტმა მძიმედ დაუკრა თავი და მშრალად უთხრა. ვიღებ შენს მიპატიჟებას. სტუმარმა სპინძლობისა და თით ვისარგებლებ. ჩემი სახლი შენი სახლია. ასევე მშრალად, თუმცა ცოტა არ იყოს, აგდებულად მიუგო ურჩხულმა. აქეთ მობრძანდით, ძვირფასო სტუმარო, ცხენი კი აქ დატოვეთ ჭასთან. სახლი სუფთა და დალაგებული იყო, მაგრამ გვარიანად შელახული. ავეჯი კარგი ხელოსნის ნახელავი ჩანდა, მაგრამ ძველი. ჩაბნელებულ ოთახებში მტვრის მძაფრი სუნი იდგა. სინათლე! დაიღრიალა ურჩხულმა და რკინის ჯაჭვებზე ჩამოკიდებულ ლამპარში ცეცხლის ენები ათამაშდა და აბოლდა. მაგარია, თქვა მხედვარმა. სულ ეს არის? მეც არაფერს იტყვი. ჩაიხითხითა ურჩხულმა. როგორც ხვდები, ძველი ოინები არ გაოცებს. ხომ გითხარი, ეს სახლი ჩემს ბრძანებებს ემორჩილება მეთქი. აქეთ მობრძანდი. ფრთხილად, ძალიან დაქანებული კიბეა. სინათლე! ურჩხული კიბეზე შემოტრიალდა. გულზე რა გკიდია, ძვირფასო სტუმარო? აი, შეხედე. იზი. ქმნილებამ მედალიონი თათებით ჩაბღუჯა და თვალებთან მიიტანა. ჯაჭვმა გერალტს ოდნავ წაუჭირა კისერზე. ამ ცხოველს რაღაც უსიამოვო გამომეტყველება აქვს. Earsensekeke. რა არის? ჩემი გილდიის ნიშანია. გასაგებია. უთუოდ ალიკაპებს ამზადებთ. აქეთ მობრძანდი. სინათლე! უშველებელი. სრულიად უფანჯრო ოთახის შუაგულში ვეებერთელა მუხის მაგიდა იდგა. მაგიდაზე არაფერი ჩანდა. გარდა თითბრის ვეება შანდლისა. შანდალს სიმწვანე შეჰპარვოდა და ერთიანად სანთლიდან ჩამოღვენთილი ცვილით იყო მოსვრილი. ურჩხულის ბრძანებაზე სანთლები აინთო და აბჟუტდა. იქაურობა ოდნავ გაანათა. ერთ კედელზე იარაღი ეკიდა. მრგვალი ფარების მთელი კოლექცია. გადაჯვარდინებული ალებარდები, სატყორცნის შუბები და გიზარდები, მძიმე ხმლები და ნაჯახები. მეორე კედლის ნახევარი უზარმაზარ ბუხარს ეკავა, რომლის თავზეც დაფხრეწილი და საღებავა ქერცლილი პორტრეტები ეკიდა. კედელი, რომელიც კარს უყურებდა, მონადირის ნადავლით იყო სავსე.
ცხენილმისა და ირმის რქების ჩრდილი გრძლად გაწოლილიყო პირდაბჩენილი გარეული ტახის, დათვისა და ფოცხვერის თავებს, არწივებისა და ქორების დაფლეთილ ფრთებზე. საპატიო ადგილი ეკავა კლდის დრაკონის თავს, მორუხო მოყავის ფროს, დაზიანებულს და დახვრეტილს. გერალტი ახლოს მივიდა და დააკვირდა. ეგ ბაბუაჩემა მოკლა. თქვა ურჩხულმა და უზარმაზარ კუნძ ბუხარში შეუძახა. ამ არე-მარეზე ალბათ უკანასკნელი იყო, რომელმაც ადამიანს თავი შეაკლა. დაბრძანდი, ჩემო ძვირფასო სტუმარო. გშია? უარს არ ვიტყოდი, ჩემო მასპინძელო. ურჩხული მაგიდას მიუჯდა. ბანჯგვლიანი თათები მუცელზე დაიწყო და თავი ჩაქინდრა. უზარმაზარ ცერებს ერთმანეთს უსვამდა და რაღაცას ბუტბუტებდა, მერე უეცრად დაიღრიალა და თათები მაგიდას დაჰკრა. მაგიდაზე კალისა და ვერცხლის თეფშებმა, ლანგრებმა და ბროლის თასებმა მოიღო წკრიალი. დატრიალდა შემწვარი ხორცის, ნივრის, მაიორანისა და ჯავზის სუნი. გერალტს გაოცება არც ამჯერად გამოუხატავს. მოსამსახურეების ყოლას ეს სჯობია. თქვა ურჩხულმა და თათები მოიფშნიტა. მიირთვი ძვირფასო სტუმარო. აი ეს მამალია, ეს ტახის შაშხი, ეს პაშტეტი, მაგრამ არ ვიცი, რისი. გნოლიც გვაქვს? გასანდ ეს ვად მაიელთინ. მაიელთინ. ჯანდაბას, შემეშალა, კაკაბია. შელოცვა ამერია. ჭამე, ჩვეულებრივი, ნამდვილი საჭმელია. ნუ გეშინია. არ მეშინია. თქვა გერალტმა და მამალი შუაზე გახლიჩა. დამავიწყდა, რომ მოკრძალებული ხარ. ჩაიფრუტუნა ურჩხულმა. რა ქვია? გერალტი. თქვენი სახელი, ძვირფასო მასპინძელო, ნიველენი. მაგრამ აქაურები ეშვას ან უჯიშოს მეძახიან. ჩემით ბავშვებს აშინებენ. ურჩხულმა უშველებელი თასი ხახაში ჩაიპირქვავა. მერე ბჭყალები პაშტეტს დაასო და ნახევარზე მეტი ერთ ლუკმად შთანთქა. ბავშვებს აშინებენ? იკითხა პირგამოტენილმა გერალტმა. ალბათ უმიზეზოთ, არა? რა თქმა უნდა. აბა, გაგიმარჯოს გერალტ! შენც გაგიმარჯოს. ნიველენ. ღვინო როგორ მოგწონს? შეამჩნია, რომ ყურძნისაა და არა ვაშლის? თუ არ მოგწონს, სხვანაირსაც გავაჩენ. გმადლობ. არ არის ურიგო. ჯადოსნის თვისებები თანდაყოლილი გაქვს. არა, დრუნჩი რო გამეზარდა, მერე გამიჩნდა. თავადაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს სახლი ყველა სურვილს მისრულებს. ბევრს კი არაფერს ვითხოვ, საჭმელს, სასმელს, აილას, ჩასაცმელს, სუფთა ქვეშაგებს, ცხელ წყალს, საპონს. ამას ნებისმიერი ქალი ჯადოქრობის გარეშეც მოახერხებს. კიდევ, კარფანჯრის დახურვა შემიძლია, ცეცხლის ანთება. მოკლედ, ისეთი არაფერი. რატომაც არა? ეგეც რამეა. და ეს ეცეთი როცა ვქვილა? დრუნჩი როგორც თავად თქვი, დიდი ხანია გაქვს. 12 წელია. როგორ მოხდა? რაში გაინტერესებს? ღვინო დაისხი და დალიე. სიამოვნებით. არა, ჩემი საქმე არ არის ცნობის მოყარეობა მალაპარაკებს. გასაგები და კაცმა რომ თქვას, მისატევებელი მიზეზია. ურჩხულმა ხმამაღლა გაიცინა. მაგრამ მე ამ მიზეზს არ მივიღებ. შენი საქმე არ არის. და მორჩა. მაგრამ ცნობის მოყარეობა ოდნავ მაინც რომ დაგიკმაყოფილო, იმას მაინც გაჩვენებ, როგორ გამოვიყურებოდი მანამდე. აბა ერთი იმ პორტრეტებს შეხედებ. საკამურიდან პირველი მამა ჩემია, მეორე ეშმაკმა იცის, ვინ, მესამე მე ვარ. ხედავ? მტვრისა და ობობას ქსელის მიღმა ნახატიდან წყლიანი თვალებით იყურებოდა ჩასუქებული, სევდიანი, სახედამუწუკებული კაცი. გერალტმა, რომელიც მხატვრებისა არ იყოს, ჩვეული გახლდათ დამკვეთის გულის მოგებას, უხმოდ დაუქნია თავი. ხედავ? გაუმეორა ნიველენმა და ეშვები გამოაჩინა. ხედავ, მიუგო გერალტმა. შენ ვინ ხარ? ვერ გავიგე. ვერ გაიგე, არა? ურჩხულმა თავი ასწია. თვალები კატასავით უბწყინავდა. ჩემი პორტრეტი სანთლის უკან კიდია. მე მას კარგად ვხედავ, თუმცა მე ხომ ადამიანი არა ვარ. ყოველ შემთხვევაში ახლა არა. ადამიანი ჩემი პორტრეტის დანახვისას ადგებოდა, ახლოს მივიდოდა და დააკვირდებოდა, თან სანთელს მიანათებდა. შენ ასე არ მოგცეულ ხარ. ასე რომ, ყველაფერი გასაგებია.
დასკვნა მარტივია, მაგრამ მიუკიბავ-მოუკიბავად გეკითხები. ადამიანი ხარ? გერალტს თვალები არ დაუხრია. თუ საქმეს ასე შევხედავთ, მაშინ ბოლომდე ადამიანი არ ვარ. მიუგო ხანმოკლე დუმილის შემდეგ. რა თქმა უნდა. ალბათ უტაქტობაში არ ჩამომართმევ თუ გკითხავ. მაშ, ვინ ხარ? მხედვარი. აჰა. ნიველენმა წუთით იყუჩა. რამდენადაც მახსოვს, მხედვარები ძალიან საინტერესოდ შეულებენ ლუკმაპურ სურჩხულების ხოცვით. სწორად ხსომებია. ისევ სიჩუმემ დაისადგურა. სანთლისალი ციმციმებდა. ზემოთ მიიწევდა და თასებსაც იაგებდა. სანთლიდან ნაკადულად იღვენთებოდა ცვილი. ნიველენი ჩუმად იჯდა და უშველებელ ყურებს შეუმჩნევლად ამოძრავებდა. კარგი დაუშვათ, სანამ თავს დაგესხმები, ხმლის ამოღებას მოასწრებ. დაუშვათ, დამჭრი. მაგრამ ჩემი წონის პატრონს ამით ვერაფერს დამაკლებ. თვალის დახამხამებაში გაგაგორებ. მერე გიკბილები გადაწყვეტს ყველაფერს. აბა რა სიტყვი მხედვარო? თუ ერთმანეთისთვის ყელის გამოღადვრაზე მიდგა საქმე, რომელს მეტი შანსი გვაქვს. გერალტმა ერთხანს ცერით აწვალა გრაფინის კალისაცობი, მერე ღვინო ჩამოისხა, მოსვა და სკამზე გადაწვა. ურჩხულს დამცინავი ღიმილით ათვალიერებდა. ერესი და ესე. თქვა ნიველენმა და ხახის კუთხეში თათი შეიყო. ვერავინ უარყოფს, რომ კითხვებზე მოკლე პასუხების გაცემა გეხერხება. საინტერესოა, შემდეგ კითხვას როგორ გაართმევ თავს. ვინ დაგიქირავად ჩემს მოსაკლავად? არავინ. აქ შემთხვევით მოვხდი. აქ ჩემს სოუსტრესონს გესენტი მოვიმ. ხომარი ტყუები. ტყუილები არ მჩვევია. აბა რა გჩვევია? მხედვარების შესახებ მეც გამიგონია რაღაცები პაწაწინა ბავშვებს იტაცებენ და ბალახ-ბულახით კვებავენ. ვინც გაუძლებს, მხედვარი არა ადამიანური ჯანღონის მქონე გრძნეული ხდება. მათ ხოცვას ასწავლიან. ავარჯიშებენ და ყოველგვარ ადამიანურ გრძნობასა და რეაქციას აკარგვინებენ. ურჩხულებად აქცევენ და სხვა ურჩხულების მოსაკლავად გზავნიან. იმასაც ამბობენ დროა, მხედვარებზე ნადირობა დაიწყონ. რადგან ურჩხულები უფრო და უფრო ცოტავდებიან, მხედვარები კი უფრო და უფრო მრავლდებიანო. ჭამე კაკაბი სანამ სულ მთლად გაცივებულა. ნიველენმა კაკაბი გადაიღო, ყბებში მოიქცია და გახუხული პურივით აუყენად კაცათკუცი. რატომ არაფერს ამბობ? გაურკვევლად იკითხა მან და ლუკმა გადაყლაპა. რა არის სიმართლე იქიდან, რასაც თქვენზე მხედვარებზე ამბობენ? ბევრი არაფერი. მაშ ტყუილი რაღაცა. ის რომ ურჩხულების რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. ეგ მართალია. საკმაოდ არიან. ნიველენმა ისევ გამოაჩინა ეშვები. ერთი ახლა შენ წინ ზის და ფიქრობს, სწორად მოიქცა თუ არა, როცა შინ შემოგიპატიჟა. ეგ შენი გილდიის ნიშანი თავიდანვე არ მომეწონა, მეგობარო. ნიველენ, შენ ურჩხული არ ხარ. ცივად თქვა მხედვარმა. ჯანდაბა, ეგ რაღაც ახალია? აბა, რა ვარ? მოცხარი ზღვეზელი. თუ გარეული იხვების გუნდი, რომელიც ნოემბრის მოღუშულ დილას გამოსაზამთრებლად სამხრეთისკენ მიფრინავს. ეგების უმანკოება ვარ, მეწისქვილის სანდომიანმა ქალიშვილმა გაზაფხულის ერთ დილას რო დაკარგა. გერალტ, მითხარი რა ვარ? ვერ ხედავ ცნობის მოყარეობისგან ცახცახებ? ურჩხული არა. ურჩხული რომ იყო. ამ ვერცხლის ლანგარს ვერ მიეკარებოდი და ვერც ჩემს მედალიონს მოჰკიდებდი ხელს. ჰაა! ისეთი გაშმაგებით დაიღრიალა ნიველენმა, რომ სანთლის ალიწამით გაწვა. აშკარაა, რომ დღეს უდიდესი და უსაშინლესი საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დღეა. ალბათ იმასაც მეტყვი ეს ყურები ამხელა იმიტომ გაგიხდა, რომ ბავშვობაში რძიანი ფაფა არ გიყვარდაო. არა, ნიველენ. ეს წყევლაა. და დარწმუნებული ვარ იცი ვინც დაგწყევლა. და მერე რა, რომ ვიცი, ხშირად წყევლის მოხსნა შესაძლებელია. შენ როგორც მხედვარი ხშირად ახერხებ წყევლის მოხსნას? ვახერხებ. გინდა ვცადო? არა, არ მინდა. თქვა ურჩხულმა. ხახა და აბჩინა და ორკაპა. ცეცხლივით წითელი ენა გამოყო. გაგიკვირდა, არა? ჰო,
აღიარა გერალტმა. ურჩხულმა ჩაიხითხითა და სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა. ვიცოდი რომ გაგიკვირდებოდა. მიდი კიდევ დაისხი შენს გემოზე. მოკალათდი და ყველაფერს მოგიყვები. მხედვარი ხარ თუ რაც ხარ, პატიოსანი სახე გაქვს. მე კი ლაპარაკის გუნებაზე მოვედი. მიდი, დაისხი. გათავდა. ჯანდაბა. დაიყვირა ურჩხულმა, ჩაახველა და თათი მაგიდას დაჰკრა. ორი ცარიელი გრაფინის გვერდით არსაიდან დიდი, მოწნული თიხის ბოთლი გაჩნდა. ნიველენმა კბილებით მოაძრო ცვილის ლუქი. ალბათ შეამჩნია რომ ეს საკმაოდ მიყრუებული ადგილია. დაიწყო მან. ადამიანების უახლოესი დასახლებისგან ძალიან შორსაა, იმიტომ რომ მამაჩემი და ბაბუაჩემი თავის დროზე მეზობლებს და ამ შარაგზაზე მოსიარულე ვაჭრებს მაინც და მაინც არ ყვარებიათ. თუ მამაჩემი კოშკიდან ვინმე გზააბნეულს მოჰკრავდა თვალს, ის ვინმე საუკეთესო შემთხვევაში ავლადიდების გარეშე რჩებოდა. ერთი-ორი ახლომდებარე დასახლება სულ დაიფერფლა, რადგან მამამ მიიჩნია, რომ გადასახადები იგვიანებდა. რა თქმა უნდა, ბევრს არ უყვარდა მამაჩემი. სამაგიეროდ მე მიყვარდა. ბევრი ვიტირე, როცა ერთ მშვენიერ დღეს ორხელა ხმლით გაჩეხილი ურმით მოიტანეს სახლში. იმ დროს ბაბუაჩემი ძარცვაში უკვე აღარ მონაწილეობდა, რადგან მას შემდეგ, რაც თავში ნაჯახი მოხვდა, ენა ებმოდა, პირიდან დუჟი გადმოსდიოდა და საპირფარეშოში შესვლასაც ვერ ასწრებდა. მე მკვიდრე მე ვიყავი, საქმეც მე უნდა გამეგრძელებინა და ბანდასაც ჩავდგომოდი სათავეში. მაშინ ახალგაზრდა გახლდი, აზიზი ვინმე, ნამდვილი ძუძუმწოვარა. ბანდის წევრები თავიანთ ჭკუაზე მატრიალებდნენ. ისევ მეთაურობდი, როგორც ნასუქი გოჭი უმეთაურებს მგლების ხროვას. მალე ისეთი რამეების კეთება დავიწყეთ, მამაჩემი რო ცოცხალი ყოფილიყო ამის ნებას არავის მისცემდა. სიტყვას აღარ გავაგრძელებ და მთავარზე გადავალ. ერთ მშვენიერ დღეს გელიბოლამდე ჩავედით და მირტის მახლობლად ტაძარი გავძარცვეთ. იქ ერთი ახალგაზრდა ქურუმი ქალი დაგხვდა. რომელ ტაძარში იყო ეს, ნიველენ? ეშმაკმა იცის, მაგრამ რაც იყო, მაგარი ცუდი რამე უნდა ყოფილიყო. მახსოვს, საკურთხეველზე თავის ქალა და ძვლები ეწყო და მწვანე ცეცხლი ენთო. იქაურობა საშილად ყარდა. მაგრამ მოდი, საქმეზე ვილაპარაკოთ. ბიჭებმა ქურუმს სამოსი შემოახიეს და მითხრეს, დროა, დავაშკაცდეო. მოკლედ, დავაშკაცდი, ცინგლიანი, სულელი ბავშვი ვიყავი. როცა ვაშკაცდებოდი, ქალმა სახეში შემომაფურთხა და დაიკივლა. The tits bed და ადამიანის ტყავში გადაცმული ურჩხული ხარ. და ამიერიდან ურჩხულის ტყავში გამოწყობილ ურჩხულად იქცევიო. კიდევ რაღაც დაიყვირა სიყვარულზე, სისხლზე ბერიო. აღარც მახსოვს. გონი პატარა დანა ქონდა, სულ პატარა თმაში ჩამალული. თავი მოიკლა. ზე საუბორდ ემბერე იქიდან გამოვიქეცით, გერალტს. ისე მოვაჭენებდით, ცხენები გასავათდნენ. რაღაც ცუდი ტაძარი იყო. განაგრძე. გისმენ. მე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ქურუმმა თქვა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გავიღვიძე, ოთახში შემოსულმა მოსამსახურემ ჩემს დანახვაზე კივილი მორთო და უკან მოუხედავად გაქუსლა. სარკესთან მივედი ეითენ, ბესტის პინირსენ. ოხდები გერალტ, როგორ შევშინდებოდი. შეტევაც კი დამემართა ესტის პინირსენ. ბუნდოვნად მახსოვს. მოკლედ მაშინვე რამდენიმე გვამი გაგორდა. ყველაფერი მივყარ-მოვყარე უცბად საოცარი ძალა მომეცა. სახლიც დამეხმარა. კარები აჯახუნდა. ავეჯმა ჰაერში ფრენა დაიწყო. ცეცხლი ბუხრიდან გადმოხდა. ვინც მოასწრო, თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა ბიცოლაჩემი, ბიძაშვილი, ბანდის წევრი ბიჭები. ძაღლებიც კი აყმულდნენ და აყებდნენ. ჩემი კატა, ნუგბარაც გაიქცა. ჯანი, ბიცოლაჩემის თუთი ყუშმა. შიშისგან ფეხები გაფშიკა. მარტო ვიყავი, ვღრიალებდი, ჭკუიდან გადავედი, რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი დავამსხვრიე, მეტწილად სარკეები. ნიველენი შეჩერდა და ამოიოხრა. როცა შეტევამ გამიარა, უკვე გვიანი იყო. მარტოდ დავრჩი. ვეღარავის ავუხსენი, რომ მხოლოდ გარეგნობა შემეცვალა.
და რომ ამ საზარელი გარეგნობის მიღმა ისევ ის სულელი ბიჭი იმალებოდა. დაცარიელებულ სახლში მოსამსახურეების ცხედრებზე დამხობილი ვქვითინებდი. მეშინოდა რომ დაბრუნდებოდნენ და სანამ რამეს გავაგებინებდი მომკლავდნენ. მაგრამ არავინ დაბრუნებულა. ურჩხული წამით შეჩერდა და ცხვირი სახელოთი მოიწმინდა. იმ პირველი თვეების გახსენებაც არ მინდა. გერალტ მათ გახსენებაზე ახლაც მაკანკალებს. თავარზე გადავალ. დიდხანს? ძალიან დიდხანს სახლში ვიჯექი, ჩემთვის, ჩუმად, თაგვივით გატრონული. თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ასეთი რამ კი ძალიან იშვიათად ხდებოდა, გარეთაც არ გავდიოდი. სახლს ვუბრძანებდი, დარაბები დაეხურა, თავად კი წყალსაწრეთ მილში დავიღრიალებდი ხოლმე. ესეც კმაროდა, რომ მოსული თავპირის მტვრევით გაქცეულიყო უკან. ასე გაგრძელდა, სანამ ერთ ცრიად დილას ეზოში არ გავიხედე. და რას ვხედავ? ვიღაც გზაბნეული მგზავრი ბიცოლაჩემის ვარდს წყვეტს. ეს ჩვეულებრივი ვარდის ბუჩქი არ გეგონოს, ნაზაირული ცისფერი ვარდია. მისი ნერგი ბაბუაჩემმა ჩამოიტანა. გაშმაგებული წამოვხტი და გარეთ გავიჭერი. გზაბნეულმა სქელუამ, როცა ჩემს დანახვაზე დაკარგული ხმა დაუბრუნდა, ამოიკნავლა, მინდოდა, ჩემი გოგონასთვის რამდენიმე ყვავილი მომეწყვიტაო. შემეხვეწა და მინდე ნუ მომკლავო. ის იყო, კინწისკვრით უნდა გამეგდო, რომ რაღაც გამახსენდა ზღაპრები ლენიკა რომ მიამბობდა. ჩემი ძიძა. დასწყევლოს ეშმაკმა ლამაზი გოგონები ბაყაყებს თუ უფლისწულებად აქცევენ, თუ პირიქით ხომ შეიძლება. ეგებ ამ ზღაპრებში სიმართლის მარცვალი წერიოს, ეგებ იყოს მეთქი შანსი. ეგერბოთ, ბარინიცკეიკვე ძიც. 4 იარდი ხტომახტომით ვირბინე ისევ ბღაოდი, კედლიდან სურო ჩამოსრიალდა. გავყვიროდი. ან შენი ქალიშვილი, ან სიცოცხლე მეთქი. უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ვაჭარი ის, კაცი ვაჭარი აღმოჩნდა ატირდა. მერე გამომიტყდა, რომ მისი გოგონა მხოლოდ 8 წლისა იყო. სასაცილოა. არა. აღარ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა ჩემს დაწყევლილ ბედზე. შემეცოდა ბებერი ვაჭრუკანა. აღარ შემეძლო იმის ყურება როგორც აღწახებდა. შინ შემოვიპატიჟე, გულითადად ვუმასპინძლე და წასვლისას ჩანთაში ოქრო და ძვირფასი ქვები ჩავუყარე. საკუჭნაოში ჯერ კიდევ მქონდა მამაჩემის დროიდან შემორჩენილი სიმდიდრე. არ ვიცოდი რაში მომეხმარა, ამიტომაც თავს ამის უფლება მივეცი. ვაჭარი გაიბადრა და ისეთი მადლობა მიხადა, თავფეხიანად დამდორბლა. ალბათ თავისი თავგადასავლის შესახებ სადღაც დაიკვეხნა, რადგან 2 კვირის თავზე მეორე ვაჭარი გამოჩნდა. კაი მოზრდილი ჩანთა წამოეღო თან. თავისი ქალიშვილიც მოეყვანა. ისიც კაი ზორბა ვინმე იყო. ნიველენმა ფეხები მაგიდის ქვეშ გაჭიმა. სკამმა დაიჭრიალა. მე და ვაჭარმა მალე გავუგეთ ერთმანეთს. შევთანხმდით, რომ გოგონას 1 წლით დამიტოვებდა. ტომრის ვირზე შემოდებაში მივეშველე, მარტო ვერ მოერია. გოგონა? ცოტა ხანს ჩემს დანახვაზე გული მისდიოდა. ეგონა, შევჭამდი. 1 თვის თავზე სუფრას ერთად ვუსხედით, მასლა ათობდით და სასეირნოდაც დავდიოდით. კეთილი იყო და საოცრად ხარტი გონება ქონდა, სამაგიეროდ მე მებმოდა მასთან ლაპარაკისას ენა. გერალტ, გოგონებთან ყოველთვის მორცხვი ვიყავი, ყოველთვის დამცინოდნენ. გომურიდან გამოსული, მუხლებამდე ტალახში ამოგანგლული მეძავებისაც კი მრცხვენოდა, მათი ვისაც. ჩემი ბანდის წევრი ბიჭები თავიანთ ნებაზე აბურთავებდნენ. ისინიც კი დამცინოდნენ. ასეთი გოგონას გვერდით ყოფნაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. იმასაც ვერ ვეუბნებოდი, რატომ გადაუხადე მამამის ამხელა საფასური მისი სიცოცხლის 1 წლისთვის. ერთმა წელმა უცბად გაირბინა. მერე მამამისი მოვიდა და წაიყვანა. სახლში ჩავიკეტე და არც ერთ მომსვლელს აღარ ვეჩვენებოდი. ბევრი მოდიოდა, თან ყველას თავისი ქალიშვილი მოჰყავდა. ადამიანთან 1 წლის თანაცხოვრების შემდეგ მივხვდი, რა ძნელი იყო მარტოობა, ხმის გამცემის გარეშე ყოფნა. ურჩხულმა რაღაც ხმა ამოუშვა, ოხრა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სლოკინი უფრო გამოუვიდა. ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო. მეორეს ფენა ერქვა. კანმორჩილი იყო, ცოცხალი და ხითხითა. ნამდვილი იადონი. ჩემი სულ არ ეშინოდა. ერთხელ ჩემი პირველი გაკრეჭის, ანუ სრულწლოვანების აღსანიშნავ მორიგი უბილეზე ორივე მბლომად თაფლიანი სასმელი დავლიეთ. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და სარკეს მივარდი.
გამოგიტყდები, სახტად დავრჩი, გული გამიტყდა, არაფერი შეცვლილიყო, გარდა იმისა, რომ ახლა უფრო ბრიყული გამომეწყვალება მქონდა. მერე კიდე ვიტყვიან, ზღაპრებში საუკუნოვანი სიბრძნეა შემონახულიო. გერალტ, რა ფასი აქვს ასეთ სიბრძნეს? ფენე ყველანაირად ცდილობდა. ჩემთვის დარდი გაექარვებინა. მხიარული გოგონა იყო. იცი რა მოიგონა? ერთად როგორ დაგვეფრთხო დაუპატიჟებელი სტუმრები. წარმოიდგინე, სტუმარი შემოდის ეზოში. მე 4-ზე შემდგარი, ღრიელით გამორბივარ სახლიდან. დედიშობილა ფენეკი ზურგზე მაზის და ხელში ბაბუაჩემის სანადირო საყვერი უჭირავს. ნიველენი სიცილისგან აზანზარდა. თეთრმა ეშვებმა გაანათა. ფენე 1 წელი დარჩა. მერე შინ დაბრუნდა ბარაქიანი მზითვით, ქვრივ მედუქნეზე აპირებდა გათხოვებას. განაგრძე, ნიველენ, ძალიან საინტერესოა. ასე გონია? ურჩხულმა ყური ხმაურით მოიქექა. კარგი, მოგიყვები. შემდეგს პრიმულა ერქვა. გაღატაკებული რაინდის ასული იყო. აქ მოსვლისას იმ რაინდს გაძვალტყავებული ცხენის, დაჟანგული ბექთარისა და ვალების მეტი არაფერი ებადა. ძროხის ნეხვივით მახინჯი და აკოთებული. პრიმულა კი ისეთი კოხტა იყო, მარჯვენას მოვიჭრი, რომ მაშინ ჩაისახა, როცა მამამისი ბრძოლის ველზე ბრძანდებოდა. არც მას ეშინოდა ჩემი, რადგან მამამისთან შედარებით არ ამიშავდა. საკმაოდ ტემპერამენტიანი აღმოჩნდა და როგორც კი შემთხვევა მომეცა, ეგრევე ხელი ვტაცე. 2 კვირაში. მე და პრიმულას უკვე ახლო ურთიერთობა გქონდა. ყურებში ხელს ჩამავლებდა და გაიწახოდა. აბა, მიკბინე, შეცხოველო. ისე მიკბინე, რომ მოვკვდე. აბა, დამფლითე, შეცხოველო. და ასეთ სისულელეებს. გერალტ, წარმოიდგინე, შუალედებში სარკესთან მივიჭრებოდი ხოლმე და აღელვებული საკუთარ ანარეკლს შევცქეროდი. უფრო და უფრო ნაკლებად მინდოდა, ძველი გარეგნობა დამბრუნებოდა. წინათ ერთი სუსტი, უძლური ვინმე ვიყავი, ახლა კი ახოვან და ტანად ვაშკაცად ვიქეცი. წინათ ავადაც ხდებოდი, მახველებდა, წვინტლი ჩამომდიოდა, ახლა კი რახანია, ფრჩხილიც არ წამომტკივებია. ვერ წარმოიდგენ, რა ჩამპალი კბილები მქონდა. ახლა კი შემიძლია სკამის ფეხი გავკვნიტო. გინდა, გავკვნიტო. არა, არ მინდა. ჰოდა, ალბათ ასე ჯობს. ურჩხულმა ხახა დააბჩინა. გოგონებთან თავს ვიწონებდი ამით. და მე მგონი, შინ ერთი სკამიც აღარ მაქვს მთელი. ნიველენმა დაამთქნარა და უზარმაზარი ენა მილივით დაეხვია. დავიღალე ლაქლაქით. მოკლედ მოუჭრი. გერალტ. პრიმულას შემდეგ კიდევ 2 იყო, ილკა და ვენიმირა. მათთანაც ყველაფერი ასევე მოხდა. ბოლოს მომბეზრდა. თავდაპირველად გოგონებს ეშინოდათ ჩემი და თავს იკავებდნენ, მოგვიანებით თანაგრძნობა უჩნდებოდათ. ამ თანაგრძნობას ძვირფასი საჩუქრებიც აბებთ. უმტკიცებდათ. მერე იწყებოდა, მიკბინე, შემჭამე! მერე მამილოები ჩამოდიოდნენ. მერე ძალიან აზად ვემშვიდობებოდით ერთმანეთს და ჩემს კივშიც ნელ-ნელა ცოტავდებოდა ძვირფასეულობა. გადავწყვიტე, უფრო და უფრო მეთხანს დავჩენილიყავი მარტო. Რაღაც თქმა უნდა, უკვე აღარც იმის იმჯეროდა, რომ ქალწულის კოცნამ ზეჭაბუკად მაქცევდა. ამასაც შევეგუე. რაც მთავარია, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფერი მშვენივრად არის და არც არაფრის შეცვლა აღარ მინდა. მართლა? აღარ გინდა შეცვლა, ნიველენ? მართლა. ხარივით ჯანმრთელი ვარ, ეს ჯანმრთელობა კი ამ გარეგნობასთან ერთად შევიძინე. გარდა ამისა, ჩემი შესახედაობა გოგონებზე აფროდიზიაკივით მოქმედებს. ნუ გეცინება. ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყავი, მაგალითად ვენიმირესნაირი ქალიშვილის ხელში ჩასაგდებად ბევრი დევნა დამჭირდებოდა. ვენიმირამ ზეთუნახავი იყო. არა მგონია, ისეთი ტიპისთვის შეეხედა იმ პორტრეტზე რომ ხატია. და მესამე, ასე უფრო დაცული ვარ. მამაჩემს მტრები ჰყავდა. ზოგიერთი ისევ ცოცხალია. იმათ კი, ვინც ჩემი უდღეური მეთაურობის დროს მიწაში ჩაწვნენ, ნათესავები დარჩათ. საკუჭნაოში ოქრო მაქვს. რომ არა შიში, რომელსაც ადამიანებს ჩემი საშინელი გარეგნობა ჰგვრის. იმ ოქროს აქამდე ბევრჯერ მოაკითხავდნენ, სხვა თუ არა, ორთითებით შეიარაღებული გლეხები მაინც მომიცვიდებოდნენ. დარწმუნებული ხარ? იკითხა გერალტმა და ცარიელი თასი ხელში შეათამაშა, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფები, არავინ გაგიბრაზებია. არც მამა და არც ქალიშვილი.
არც იმ გოგონას ნათესავები, რომელიც გაამზითვე. ეგეთები არ გინდა, გერალტ. თქვა ბრაზმორეულმა ნიველენმა. რაებს ამბობ? მამების სიხარულს ვერ მალავდნენ. ხომ გითხარი, წარმოუდგენელ ხელგაშლილობას ვიჩენდი მეთქი. ახლა მათი ქალიშვილები. რომ გენახა, აქ ჩამოსულებს როგორი ჯვალოს კაბები ეცვათ, აწაწა ხელები. ჯაფისგან როგორ ჰქონდათ დახეთქილი, მხრები მძიმე სათლების თრევისგან დაბრეცილი. ეშეც ეცელდეჩენდ აქს ეჩენჯ ეციფნანსკაოლესნეი. პრიმულას, ჩემთან ყოფნის 2 კვირის თავზეც კი ეტყობოდა მამამისის მათრახის ნაკვალევი მხრებსა და ზურგზე. აქ კი მეფის ასულებივით დაბრძანდებოდნენ. ხელში მარაოს გარდა არაფერი ჭერიათ და სამზარეულო სად არის, ისიც კი არ იცოდნენ. ჩავაცვი, დავახურე და მოვკაზმე. თითის ერთი დაწკაპუნებით თუნუქის აბაზანაში ცხელ წყალს ვუჩენდი. ეგ აბაზანა მამაჩემმა დედაჩემისთვის გააკეთებინა აზენგარდში. წარმოგიდგენია, თუნუქის აბაზანა, ასეთი რამ რეგენტებსაც კი არ აქვთ. თავის ზღაპარში ეგონათ. რაც შეეხება საწოლს, გერალტ ოკამ, თევცი სიჩაიკ პრექს. დღესდღეობით უმანკოება და უმციკლობა უფრო დიდი იშვიათობაა, ვიდრე კლდის დრაკონი. არც ერთი არ მიხმარია ძალა, გერალტ. მაგრამ წეღანი ეჭვე, რომ ვიღაცამ შენს მოსაკლავად დამიქირავა. ვის შეიძლებოდა დავექირავებინე? ვინმე თაღლიც, ვისაც ჩემს კივში დარჩენილი ნამცეცები მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ მეტი ქალიშვილი აღარ ყავს. ადამიანის სიხარბეს ხომ საზღვარი არ აქვს. ბრაზი ჩაილაპარაკა ნიველენმა. მეც არავის. ორივე უხმოდ იჯდა და სანთლის ალის ნერვიულ ციელს უცქეროდა. ნიველენ, ახლა მარტო ხარ? მოულოდნელად ჰკითხა გერალტმა. მხედვარო, უპასუხა ნიველენმა წამიერი ყოყმანის შემდეგ, მგონი, შენი შეურაცხყოფა მომიწევს. კისერში წაგავლებ ხელს და იმ კიბეზე დაგაგორებ. და იცი, რატომ? ისე მეკცევი, თითქოს გონება ჩლუნგი ვიყო. შენ გგონია ვერ ვამჩნევ როგორ დაცქვეთ ხოლმე ყურებს და ისემი. თვალი კარისკენ გაგირბის. იმასაც კარგად ხვდები, რომ ახლა მარტო არ ვცხოვრობ. ხომ ხვდები, არა? ხვდები. ბოდიშ გიხდი. ეშმაკსაც წაუღია შენი ბოდიში. ნახე? კი. ტყეში. გალავანთან. ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს ვაჭრები და მათი ქალიშვილები შენგან ხელცარიელები ბრუნდებიან. აჰა, ეგეც იცი. ხო, ამიტომ. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მკითხო, გცინუ, მუნქალარსო ვიქნები. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. კარგი. როგორც გინდა. ხედვარი წამოდგა. გმადლობ მასპინძლობისთვის. ჩემი წასვლის დროა. მართალი ხარ. ნიველენი წამოდგა. მიზეზთა გამო ამ სახლში ღამის გათევას ვერ შემოგთავაზებ, მაგრამ რჩევას მოგცე მეცადე ღამე ტყეში არ გაათიო. მართალია, ეს ადგილი ღვთისა და კაცისგან მივიწყებულია, მაგრამ ღამით მაინც საშიშია. შარაგზაზე დაღამებამდე უნდა გახვიდე. გავითვალისწინებ. ნიველენ, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი დახმარება არ გჭირდება? ურჩხულმა ალმაცერად შეხედა. როგორ გონია, შეძლებ ამ წყევლის მოხსნას? მხოლოდ ეს დახმარება არ მიგულისხმია. კითხვაზე არ მიპასუხე. 5 ტაიჩი, ან ეგებ მიპასუხე კიდეც. ვერ შეძლებ. გერალტმა თვალი თვალში გაუყარა. ბედმა გიმტყუნა. მთელ გელიბოლსა და ნიმნარის დაბლობზე მაინც და მაინც კორამ ახტერის, ლომისთავიანი ობობას ტაძარი ამოარჩიე. კორამ ახტერის ქურუმის წყევლის მოსახსნელად ისეთი ცოდნა და ძალა საჭირო, რომელიც მე არ გამაჩნია. აბა ვის გააჩნია? ესე იგი, მაინც გაინტერესებს? ხომ თქვი, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არისო. ხო, ისე როგორც არის, მაგრამ არა ისე, როგორც მომავალში შეიძლება მოხდეს. მეშინია რომ, ისე გარასერა ნავარცარა, მაგრამ არის იგეშინია. ურჩხული ოთახის კართან შეჩერდა და მოტრიალდა. მეტისმეტად ბევრს მეკითხები. ხედვარო, ნაცვლად იმისა, რომ ჩემს კითხვებს უპასუხო. ალბათ სხვანაირად უნდა გკითხო. ამ ბოლო დროს რაღაც ცუდი სიზმრები დამჩემდა. უпроსტორად საზარელი სიზმრები. უნდა მეშინოდეს, ხომ? ასეთი სიზმრიდან გამოფხიზლებულს
ტალახიანი ფეხებით ხომ არ გაგვიძებია? ან ქვეშაგებზე წიწვები ხوار გიპოვია? არა. და. იცით ფორზები იციანი არა. გთხოვ მოკლედ მიპასუხე. შიშის საფუძველი გაქვს. ეშველება ამას რამე? მოკლედ მიპასუხე გთხოვ. არა. როგორც იქნა? კარგი. წავიდეთ. გადაცილებ. ეზოში. როცა გერალტი ფაშაც უნაგირს უსწორებდა, ნიველენმა ცხენს ნესტოებზე ხელი გადაუსვა და კისერზე მოეფერა. ნაფოტას მოფერება ესიამოვნა და თავი ჩაღუნა. ეზოში. ცხოველებს ვუყვარვარ. დაეტრება ხაურჩხულმა. მეც მიყვარს ისინი. ჩემი კატა, ნუგბარა, თავიდან გაიქცა, მაგრამ მერე დაბრუნდა. დიდხანს ერთადერთი ცოცხალი არსება იყო, ვინც გვერდით მყავდა. ვერეენასაც ერთი ცოცდეს. თქვა და სიტყვა პირზე შეაშრა. გერალტს გაეღიმა. მასაც უყვარს კატები. ჩიტები უყვარს. თქვა ნიველენმა და კბილები გამოაჩინა. წამომცდა. ჯანდაბას. მაგრამ რა არის ამაში ცუდი? ეს არც ჩვეულებრივი ვაჭრის გოგოა გერალტ, არც ზღაპრებში სიმართლის, მარცვლის, პოვნის მორიგი მცდელობა. ეს მართლა სერიოზული ამბავია. ერთმანეთი გვიყვარს. თუ გაიცინებ, ყბაში მოგხვდება. არ გავიცინებ. მიუგო გერალტმა. მაგრამ იცი რა. მე მგონი ეგ შენი ვერეენა ალია. მეც ასე მგონია. სიფრიფანაა. შავგვრემანი. იშვიათად ლაპარაკობს. თანაც ისეთ ენაზე, მე რო არ მესმის. ადამიანურ საჭმელს არ ჭამს. რამდენიმე დღით ტყეში იკარგება, მერე ისევ ბრუნდება. ასე იციან. მეტნაკლებად. მიუგო გერალტმა და ნაფოტას მოსართავი მოუჭირა. ალბათ გონია ადამიანის სახე რო დაგიბრუნდეს მიგატოვებს. არა? ეჭვიც არ მეპარება. ხომ იცი როგორ უფრთხიან ალები ადამიანს. ალი ახლოდან თითქმის არავის უნახავს, მე და ვერენა კი. ძანდაბას. გერალტ, თავს გაუფრთხილდი. მშვიდობით, ნიველენ. მხედვარმა ფაშაც დეზი ჰკრა და ჭიშკრისკენ გასწია. ურჩხული გვერდით მიჰყვებოდა. გერალტ გერალტ, არც ისეთი სულელი ვარ, შენ რომ გგონია. შენ აქ ამ ბოლო დროს მოსული ერთ-ერთი ვაჭრის ნაკვალევს მოჰყევი. ვინმეს რამე ხომ არ შეემთხვა. შეემთხვა. ის აქ 3 დღის წინ იყო, თან ქალიშვილი ჰყავდა. დიდი სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა. სახლს უბრძანე, ყველა კარი და დარაბა დაეგმანა და აქაურობას სიცოცხლის ნიშანწყალი არ დასწყობოდა. ერთხანს ეზოში იბორიალეს და წავიდნენ. გოგონამ ბიცოლაჩემის ვარდის ბუჩქიდან ერთი ყვავილი მოწყვიტა და კაბაზე დაიმაგრა. სადმე სხვაგან ეძებე. მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ეს საშინელი ადგილია. როგორც გითხარი, ღამით ტყეში ყოფნა საშიშია. საზარელი ხმები ისმის. შესაძლოა ამ ხმის პატრონებს გადაეყარო კიდეც. გმადლობ, ნიველენ, გავითვალისწინებ. არც შენ დაგივიწყებ. ვინ იცის? ეგებ ვიპოვო ვინმე, ვინც შეძლებს. იზკინს, 3 ანს შეძლებს ან ვერა. იზკინს. ეს ჩემი საზრუნავია. ჩემი სიცოცხლეა და ჩემი სასჯელი. უკვე შევეგუე. თუ უარესი მომივა რამე, იმასაც შევეგუები. ოღონდ თუ უარეს დღეში ჩავარდი, ნუ რავის ძებნას ნუ დაიწყებ, თავად მოდი და ყველაფერი დაასრულე. როგორც მხედვარმა. აბა თავს გაუფრთხილდი, გერალტ. ნიველენი მიტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით უკან მოუხედავად წავიდა სახლისკენ. ისიფს. თავი მესამე. იქაურობა მიყრუებული იყო და საოცრად მტრული იერი ედო. გერალტი შებინდებამდე ვერ გავიდა მთავარ გზაზე. შემოვლითი გზით წასვლა არ უნდოდა და მოკლეზე გადაჭრა ტყით. ის ღამე მაღალი მთის მოშიშვლებულ წვერზე გაატარა, ხმალი მუხლებზე ედო, პატარა კოცონი დაანთო. წარამარა ტილჭირს უკეთებდა ბღუჯა. შუაღამისა სადღაც შორს, მინდორზე, ცეცხლის ლაპლაპს მოჰკრა თვალი. ყმუილი და შემზარავი კივილი შემოესმა. ასეთი ხმა მხოლოდ ნაწამებ ქალს შეიძლებოდა ჰქონოდა. როგორც კი ირიჟრაჟა, იმ ადგილისკენ გასწია, მაგრამ გატკეპნილი კორდისა და ჯერ კიდევ თბილ ნაცარში დარჩენილი დანახშირებული ძვლების გარდა ვერაფერი იპოვა.
უზარმაზარი მუხის კენწეროზე რაღაცამ შეიფრთხიალა და დაუსტვინა. ჰარპია იქნებოდა ან ჩვეულებრივი გარეული კატა. მხედვარი შესამოწმებლად არ შეჩერებულა. თავი მეოთხე. შუადღე იქნებოდა, როცა ფაშატი ნაკადულს დაეწაფა, დაიჭიხვინა, უკან გახტა და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა. გერალტმა ცხენი ნიშნით დააწყნარა და წრიულად განლაგებულ, ხავსში ჩამალულ თავწითელა სოკოებს მოჰკრა თვალი. ნაფოტავ, რა დღეში ხარ? ჩვეულებრივი ეშმაკის წრეა, რამ გადაგრია? ფაშატმა ჩაიფრუტუნა და მისკენ მიიხედა. მხედვარმა შუბლი მოისრისა, შეიჭმუხნა და ჩაფიქრდა. უნაგირს მოახტა, ცხენი შემოაბრუნა და საკუთარ ნაკვალებს დაადგა. ცხოველებს უყვარვარ. ჩაელაპარაკა მან. მაპატიე, ნაფოტავ, ჩემზე ჭკვიანი ყოფილხარ, თავი მეხუთე. ფაშატი ყურებს წკებდა და ფრუტუნებდა, ფლოქვებს მიწას სცემდა და ადგილიდან აღარ იძროდა. გერალტს ამჯერად ნიშნით არ დაუმშვიდებია. ჩამოქვეითდა და სადავე ცხენს გადააცვა თავზე. ზურგზე ძველი, ხვლიკის ტყავის ქარქაში ჩასმული ხმალი აღარ ეკიდა. მისი ადგილი ახლა მზინავ, მოხდენილ სატევარს ეკავა, ჯვრისებრ ვადიანს და თხელტარიანს. ტარი მძიმე თეთრი ლითონის ბურთით ბოლოვდებოდა. ამჯერად ჭიშკარი თავისით არ გაღებულა მის წინ ღია დახვდა, როგორც წამოსვლისას დატოვა. სიმღერა შემოესმა, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. იმასაც ვერ მიხვდა, რა ენაზე მღეროდნენ. არც სჭირდებოდა მხედვარმა იცოდა, ესმოდა და გრძნობდა ამნაზი, გულში ჩამწვდომი ჰანგის ბუნებას, მის არს ზარღვებში რომ ატანდა და დამთრგუნველი, ზრწოლით გავსებდა. სიმღერა ერთბაშად შეწყდა. მერე კი ის დაინახა. დამშრალი შადრევნის შუაგულში დელფინის ქანდაკებას მიჰკროდა, ხავსმოდებულ ქვას პაწაწა ფერმკრთალი. თითქმის გამჭვირვალე ხელებით შემოხვეოდა. შავი აწეწილით მის ქვეშ დიდი, ფართოდ გახელილი, ანთრაციტისფერი თვალები უგიზგიზებდა. გერალტი ნელა, ზამბარასავით რბილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. ცისფერი ვარდის ბუჩქს გზა აუქცია და შადრევანს გალავნის მხრიდან შემოუარა. არსება არ იძროდა. დელფინის ზურგს აწებებული, გერალტს თვალს არ აშორებდა. ნამცეცა სახეზე ენით აუწერელი სევდა აღბეჭდოდა, ისეთი მომეჯედოებელი, რომ გერალტს მოეჩვენა, თითქოს მისი სიმღერა ჯერ კიდევ ყურში ჩაესმოდა, თუმცა თხელი ფერმკრთალი ტუჩები ჩქამსაც არ გამოსცემდა. მხედვარი ათიოდე ნაბიჯზე შეჩერდა, ხმალი ნელა ამოაძვლინა შავი, მომინანქრებული ქარქაშიდან და თავს ზემოთ აღმართა. ხმლის პირი ალაპლაპდა. ვერცხლია, თქვა გერალტმა. ხმალს ვერცხლის პირი აქვს. პატარა ფერმკრთალი სახე არ შეცვლილა. არც ანთრაციტისფერ თვალებს გამოუხატავს შიში. ძალიან გავხარ ალს. მშვიდად განაგრძო მხედვარმა. ვისაც გინდა მოატყუებ. მაგრამ ალი არ უნდა იყო. იშვიათი ფრინველი ხარ, შავი ფრინველი. ცხენები არ ცდებიან. შენნაირ ქმნილებებს ინსტინქტურად და უშეცდომოდ ცნობენ. რა ხარ? ალბათ, მულა ან ალპი. ჩვეულებრივი ვამპირი რომ იყო, დღის სინათლეზე ვერ გამოხვიდოდი. ფერმკრთალი ტუჩების კუთხეები შეკრთა და ზიაიზიდა. ნიველენმა გარეგნობით მოგხიბლა. არა, რაც ეს იზმრება, შენი დამსახურებაა, ხომ? წარმომიდგენია, რა სიზმრები იქნება. მეწოდება. არსება არ განძრეულა. ჩიტები გიყვარს. განაგრძო მხედვარმა. მაგრამ ადამიანებს ქალსა თუ კაცს ყელს აღადრავ. დიდებული წყვილი იქნებოდით შენ და ნიველენი. ურჩხული და ვამპირი. ტყის ციხესიმაგრის მბრძანებლები. თელ არემარეს დაეპატრონებოდით. შენ, მუდამ სისხლს მოწყურებული, ის კი შენი მცველი, შენ სამსახურში მყოფი მკვლელი, ბრმა იარაღი შენს ხელში. მაგრამ ჯერ ნამდვილ ურჩხულად უნდა გადაიქცეს და არა ურჩხულის ტყავით შემოსილ ადამიანად. არსებას უზარმაზარი შავი თვალები დაუწვრილდა. სად არის შავთმიანო? მღეროდი მაშ, ახლახან სისხლი დაგილევია. უკიდურეს გზას დასდგომი ხარ. ესე იგი სხვანაირად ვერ დაიმონე. Caps on the takey. Caps on takey. Isis keki. Caps on the takey. Erase the jirai mantis. შავგულულებიანი თავი თანხმობის ნიშნად ოდნავ თითქმის შეუმჩნევლად შეირხა. ტუჩის კუთხეები უფრო მეტად აიზიდა ზევით.
ნამცეცა სახეზე შემზარავი გამომეტყველება აღიბეჭდა. ისე იგი. ახლა თავი ალბათ ამ მამულის ბატონ პატრონად მიგაჩნია. ასემ Teen Evil. კიდარე Teen Evil. ამჯერად უფრო შესამჩნევად დაუკრეს თავი. მულა ხარ? უარის ნიშნად თავი ოდნავ შეირხა. მოისმა სისინი, რომელიც მხოლოდ ამ ფერმკრთალი, შემზარავად მოღიმარი ტუჩებიდან შეიძლებოდა ამოსულიყო, თუმცა მხედვარს არ დაუნახავს, როდის შეირხა ისინი. ალპი ხარ? უარი. მხედვარმა უკან დაიხია და ხმლის ტარს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. ესე იგი Paul's Benelike ტუჩის კუთხეები უფრო და უფრო მაღლა აიზიდა და ბოლოს პირი ფართოდ გაიღო. ბრუქსა! შეძახა მხედვარმა და შადრევანს მიეჭრა. ფერმკრთალი ტუჩებიდან თეთრმა, წვეტიანმა ეშვებმა გამოანათა. ბრუქსა წამოვარდა. ლეოპარდივით გაიზნიქა და შეჰკივლა. ჰაერის ტალღა მძიმე შუბივით ეძგერა მხედვარს, სუნთქვა შეუკრა, ნეკნები ჩაუზნიქა, ყურებსა და ტვინში ნემსებივით ჩაესო. მხედვარი უკან გადახტა და გადაჯვარედინებული მტევნებით ძლივს მოასწრო ჰელიოტროპის ნიშნის გამოსახვა. გრძნეულებამ ოდნავ შეასუსტა ზურგით გალავანზე მინარცხების ძალა, მაგრამ ტკივილისგან მაინც თვალთ დაუბნელდა. კი არა მოისუნთქა, ამოიგმინა. დელფინის ზურგზე, დამშრალი შადრევნის ქვის წრეში, იქ სადაც ცოტა ხნის წინ მოხდენილი თეთრკაბიანი გოგონა იჯდა, ვეება, ლაპლაპა ღამურა, გართხმულიყო, ვიწრო, წაგრძელებული ყბები ფართოდ გააღო და ნემსივით წვრილი თეთრი კბილები გამოეჩინა. ღამურა მაპკიანი ფრთები გაშალა, უხმაუროდ აფრინდა და არბალეტიდან გატყორცნილი ისარივით გაქანდა მხედვარისკენ. გერალტმა პირში სისხლის რკინისებური გემო იგრძნო, გაფარჩხული ხელი წინ გაიშვირა, კვენის ნიშანი გამოსახა და შელოცვა წამოიყვირა. ღამურამ სისინით იცვალა გეზი, ხარხარით აიჭრა ჰაერში და ქვასავით დაეშვა მისკენ. გერალტი განზე გახტა, ხმალი მოიქნია, მაგრამ ააცილა. ღამურა ნელა მოხდენილად შემოტრიალდა, უთვალო დრუნჩი მისკენ გაიშვირა, კბილებით გამოტენილი ხახა დააღო და ხელახლა შეუტია. გერალტს ხმალი ორივე ხელით ჩაებღუჯა, მისკენ მიემართა და ელოდა. უკანასკნელ წამს ისკუპა, მაგრამ განზე კი არა, წინ და ისე ძლიერად მოიქნია ხმალი, რომ ჰაერმა იწივლა. და ისევ ააცილა. მოულოდნელობისგან წამის მიათედით შეყოყმანდა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ურჩხული კლანჭებით ლოყაში ჩააფრინდა და ნოტიო, ხავერდოვანი ფრთები კისერზე აუტყლაშუნა. მხედვარი ადგილზე შემოტრიალდა, სხეულის მთელი სიმძიმე მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და ხმალი მოიქნია, მაგრამ ამ საოცრად მართკნილებას ისევ ააცილა. ღამურამ ფრთები აიქნია, აფრინდა და შადრევანს მიაშურა. მისმა მოკაუჭებულმა კლანჭებმა ქვაზე გაიხრჭიალა. ვეება, დორბლიანი დრუნჩი გაიდღაბნა, გარდაისახა და მისი ადგილი ფერმკრთალმა ტუჩებმა დაიკავა, ჯერაც რომ ვერ მალავდა სისხლს მოწყურებულ ეშვებს. ბრუქსას გულის გამგმირავი კივილი აღმოხდა, მხედვარს სიძულვილით ახსავსე თვალები მიაპყრო და ისევ დაიკივლა. ტალღა ისეთი ძლიერი იყო, რომ ნიშანშიც კი გაატანა. გერალტს თვალებში წითელი და შავი წრეები დაუტრიალდა, საფეთქლებსა და კეფაში პულსაცია იგრძნო. ყურებს საშინელი ტკივილი უბურღავდა და ამ ტკივილის მიღმაც ჩაესმოდა ყვირილი და გმინვა, ფლეიტისა და ჰობოის ხმები, ქარბუქის ღრიალი. სახე დაუბუჟდა. თავი გაიქნია და ცალ მუხლზე დაეცა. შავი ღამურა უხმაუროდ გასრიალდა მისკენ და ხახა დააბჩინა. ხმებისგან ჯერ კიდევ გაბრუებული გერალტი ინსტინქტმა იდენ გადაარჩინა. თვალის დახამხამებაში წამოხდა. მოძრაობის რიტმი ურჩხულის ფრენის სისწრაფეს ააყოლა. სამი ნაბიჯი წინ გადადგა, გააკეთა ელვა, ნახევარბრუნი და ორივე ხელით მოიქნია ხმალი. ხმლის პირს წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ემნი, მოძრაობრუნი, ნიზია, მოძრაობრუნი. თითქმის არ შეხვედრია. ისევ მოესმა კივილი, მაგრამ ამჯერად ეს ტკივილის გამომხატველი კივილი იყო. ვერცხლის შეხებით გამოწვეული ტკივილისა. ბრუქსა ყმუილით გაეკრა დელფინს. მის თეთრ კაბაზე მარცხენა ძუძუს ზემოთ. თითის სიგრძე განაჭერის ქვეშ წითელი ლაქა გაიდღაბნა. მხედვარმა კბილები გააკრეჭუნა დარტყმამ, რომელსაც ორად უნდა გაეპო მხეცი, მხოლოდ გაკაწრა. იყვირე, ვამპირო. ჩაიბურტყუნა და ლოყიდან სისხლი მოიწმინდა. ისე იყვირე, რომ ფილტვები ამოაყოლო, დაიქანცო.
მერე კი ადვილად წაგაცლი მაგ პატარა ლამას თავს. შენ, დასუსტდები პირველი. ჯადოსანო. მოკლავ. ბრუქსას ტუჩები არ შერხევია, მაგრამ მხედვარმა მკაფიოდ გაიგონა ეს სიტყვები. ისინი ყრუდრეკ და მის გონებაში თითქოს ვიღაც წყალქვეშ ლაპარაკობსო. მაგასაც ვნახავთ. წაისისინა მან და წელში მოხრილი. შადრევნისკენ წავიდა. მოკლავ. მაგასაც ვნახავთ. ვერეენაა. სახლიდან თავჩაქინდრული, კარის ჩარჩოს ორივე ხელით ჩაბღაუჭებული ნიველენი გამოფორთხდა. შეტორტმანდა და ბანცალით თათების უღონო ქნევით წავიდა შადრევნისკენ. სისხლს მისი ქურთუკის მაჯები დაელაქავებინა. ვერენა! დაიღრიალა მან. ბრუქსამ მისკენ მიიხედა. გერალტმა ხმალი აღმართა და მისკენ გადახტა, მაგრამ ურჩხული უფრო სწრაფად მოეგო გონს. გაისმა საზარელი კივილი და მორიგმა ტალღამ მოცელა მხედვარი, ზურგზე დაანარცხა და მოხრაშილ ბილიკზე გაათრია. ბრუქსა წელში გაიზნიქა და ნახტომისთვის მოემზადა. ეშვები დანებივი თუ ელავდა. ნიველენმა დათვივით გაშალა თათები და წაეტანა, მაგრამ ბრუქსამ შიგსახეში შეჭრილა და რამდენიმე ნაბიჯზე მოისროლა. ნიველენი ხარაჩოს მიენარცხა. ხარაჩო ჭახანით დაიშალა და ნიველენი ქვეშ მოიყოლა. გერალტი წამოხტა და გაიქცა. ნახევარწრეს ხაზავდა, ცდილობდა, ბრუქსას ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა. ვამპირი თეთრი კაბის ფრიალით მისკენ მიიწევდა, პეპელასავით მიფარფატებდა, მიწას ფეხს არ აკარებდა. აღარ კიოდა. გარდასახვას აღარ ცდილობდა. მხედვარმა იცოდა, რომ ვერენა დაეღალა, მაგრამ მაინც აშიში იყო. გერალტის ზურგს უკან კი ნიველენი ღრიალებდა და მორების გროვიდან გამოძრომას ცდილობდა. გერალტი მარცხნივ გახტა, ხმალი დაატრიალა. უნდოდა ბრუქსასთვის თავგზა აებნია. მანაც იცვალა გეზი და მისკენ წავიდა. თეთრი, გაწეწილი, საზარელი ბერკეპოსე ქეროფ. გერალტმა სათანადოდ ვერ შეაფასა მისი ძალა არსებამ ისევ დაიკილა. მხედვარმა ნიშნის გამოსახვა ვერ მოასწრო, უკან გადავარდა და გალავანს შეასკდა. ხერხემალში მწვავე ტკივილმა დაუარა, საძრაობა წაართვა, მუხლები მოჰკვეთა. გერალტი 4-ზე დაეცა. ბრუქსამ გრძლად შეჰკიულა და ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა. ვერენა! დაიღრიალა ნიველენმა. ბრუქსა მისკენ მიტრიალდა. ნიველენმა 3 მეტრიანი ლატნის წატეხილი, ბოლო ძუძუებს შორის აწგერა. ბრუქსას არ დაუყვირია, მხოლოდ ამოიოხრა. და მხედვარს მისი ხმის გაგონებაზე ააცახცახა. უხმოდ იდგნენ. ფართოდ ფეხებგადგმული ნიველენი ორივე ხელით ჩასჭიდებოდა ლატანს, რომლის ცალი ბოლო იღლიის ქვეშ ამოეჩარა. ბრუქსა კინძის თავზე წამოცმულ თეთრ პეპელასავით ეკიდა მეორე ბოლოზე და ისიც ორივე ხელით ებღაუჭებოდა ლატანს. მერე, გულის გამგმირავად ამოიოხრა და უეცრად ლატანი მაგრად მიიჭირა მკერდზე. გერალტმა დაინახა, როგორ აყვავდა თეთრი კაბის ზურგზე წითელი ლაქა, რომლის შუაგულიდან ჭავლად ამოხეთქილ სისხლს ამაზრზენად ამოჰყვა წვერწატეხილი ლატნის ბოლო. ნიველენმა დაიღრიალა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მერე კიდევ ერთით, თითქოს უნდოდა გასცლოდა, მაგრამ ლატნისთვის ხელი არ გაუშვია. კერჩენგრეულ ბრუქსასაც თან მიათრევდა. კიდევ ერთი ნაბიჯი და ნიველენი გალავანს მიადგა. ლატნის ბოლომ, რომელიც იღლიაში ჰქონდა ამოდებული, აგურებზე გაიფხაჭუნა. ბრუქსამ ნელა, თითქოს ალერსითაც კი, გააცურა ლატანს ჩაჭიდებული ხელები, ბოლომდე გაჭიმა, მაგრად ჩაებღაუჭა და ისევ მიაწვა. სისხლით მოსვრილი ხე თითქმის უკვე 5 მტკაველზე ამოსჩროდა ზურგიდან. თვალები ფართოდ გაეხილა, თავი უკან გადაეგდო. ხშირად სუნთქავდა. სუნთქვას თანდათან კვნესა შეერია. გერალტი ადგა. სანახაობით მოჯადოებულმა აღარ იცოდა, რა ეკნა. უეცრად სიტყვები ჩაესმა. ეს სიტყვები ისე რეკდა მის გონებაში, როგორც ეკო ცივი ნესტიანი სარდაფის თაღქვეშ, ან ჩემი იქნები, ან არავისი. მიყვარხარ. გაისმა კიდევ ერთი ძრწოლის მომგვრელი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, თითქოს სისხლში ჩამხრჩვალი ოხრა. ბრუქსამ უკანასკნელად გაიბრძოლა, კიდევ წაიწია ლატანზე და ხელები გაიწოდა. ნიველენმა სასოწარკვეთით დაიღრიალა და ვამპირის მოშორებას ცადა, მაგრამ ამაოდ. ბრუქსამ ცოტა კიდევ წაიწია წინ და თავში სწუდა.
ნიველენს საზარელი ყმუილი აღმოხდა და ბანჯგვლიანი თავის ქნევას მოჰყვა. ბრუქსამ უფრო მეტად მიიწია და სცადა. ნიველენს კისერში ჩაფრენოდა. თვალის მომჭრელად იელვა ეშვებმა. ზამბარასავით შეკუმშული გერალტი ადგილიდან მოსხლდა. ახლა მისი ყოველი მოძრაობა ბუნებრივი იყო, შესისხლხორცებული, ავტომატური და მომაკვდინებლად ზუსტი. ელვისი სწრაფით გადადგა 3 ნაბიჯი. მესამე, როგორც მანამდე გადადგმული ასეულობით ნაბიჯი, მარცხენა ფეხზე მკვეთრი, ძლიერი მოძრაობით დასრულდა, ბრუნი გააკეთა და ხმალი ღონივრად მოიქნია. უეცრად მისი თვალები დაინახა. მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. მისი ხმა ჩაესმა. აზრი აღარ ჰქონდა. ხედვარმა შეჰყვირა, რათა ჩაეხშოს სიტყვა, რომელსაც ბრუქსა განუწყვეტლივ იმეორებდა. ამაოდ. და ხმალი დაჰკრა. მოწყვეტით დაჰკრა, ისე როგორც მანამდე 100-ჯერ მაინც დაუკრავს. შუაპირით. ისვე გადადგა მეოთხე ნაბიჯი და ნახევარბრუნი გააკეთა. ხმალი ნახევარბრუნისას დასასრულს უკვე გათავისუფლებული, კვალდაკვალ გაჰყვა და წითელი წვეთების შლეიფით წაიყოლა. ყორანივით შავი, გაშლილი თმა ჰაერში აფრიალდა. და თავი ხრეშზე დაეცა. ურჩხულები უფრო და უფრო ცოტავდებიან, არა? მე ვიღავარ. ეს რა ხმაა? ფრინველების ყივილი? ცხრის ტყაპუჩსა და ცისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი? ნაზაირული ვარდები? რა სიჩუმეა? რა სიცარიელია გარშემო? რა სიცარიელია? ჩემში. მოკუნტული, თავზე ხელებშემოჭდობილი ნიველენი გალავანთან. ჭინჭარში იწვა და კანკალებდა. ადექი. უთხრა მხედვარმა. ახალგაზრდა, ლამაზმა, ახოვანმა, ფერმკრთალმა, მამაკაცმა თავი ასწია და გარემო მოათვალიერა. დანისლული თვალები თითებით მოიფშვნიდა. ხელებზე დაიხედა. სახე მოისინჯა. ხმა დაბლა მოიგმინა. თითი პირში ჩაიდო და კარგა ხანს ისინჯავდა ღრძილებს. ისევ სახეზე იტაცა ხელები და ისევ ამოიგმინა, როცა თითებით ლოყებზე 4 სისხლმდინარე შესივებულ ჭრილობას შეეხო. ამოიოხრა, მერე გაიცინა. გერალტ, ეს როგორ მოხდა? ეს როგორ, გერალტ? ადექი, ნიველენ, ადექი. და აქეთ წამოდი. უნაგირზე ჩანთაში წამლები მაქვს. ორივეს დაგჭირდება. მე აღარ. არა, გერალტ. ხომ აღარ. ნიდიქიც. ეს როგორ? მხედვარმა წამოაყენა. თან პაწაწინა, ფერმკრთალ. თითქმის გამჭვირვალე ხელებს თვალს არიდებდა. ეს ხელები ახლა სვალწითელ ნაჭერ შემოტმასნელ პატარა ძუძუებს შორის გარჭობილ სარს ჩაფრენოდა. ნიველენმა ისევ ამოიგმინა. ვერეენა, თველით. ერთმანეთს ხელი შეაშველეს და ეზო გადაჭრეს, ცისფერი ვარდის ბუჩქს ჩაუარეს. ნიველენი თავისუფალ ხელს სახეზე ისვამდა. წარმოუდგენელია, გერალტ. ამდენი წლის შემდეგ. ეს როგორ? ყველა ზღაპარშია სიმართლის მარცვალი. ჩაილაპარაკა მხედვარმა. სიყვარული და სისხლი. ორივეს უდიდესი ძალა აქვს. ნალდი ჯადოქრები და სწავლულები ამაზე მრავალი წელია იმტვრევენ თავს, მაგრამ მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ონქეზალთ, ენტი. თითიზეი, დიელთ ესამდეი. ჯაის მას გერალტ, სამდლი ჯაის. სიყვარული ნამდვილი უნდა იყოს. გონების ხმა. ნაწილი მესამე. მე ფალვიკი ვარ, მოიონის გრაფი, ეს კი რაინდი ტაილესია დორნდალიდან. გერალტმა რაინდებს დაუდევრად დაუკრა თავი და აათვალიერ ჩაათვალიერა. აბჯერას ხმულებს სისხლის ფერიმანტიები ემოსათ, მარცხენა მხარზე კი ორივეს თეთრი ვარდი ჰქონდა გამოსახული. ცოტა არ იყოს, ეუცნაურა, რადგან იცოდა ახლო-მახლო ამ ორდენის არც ერთი კომანდორი არ იყო. ნენეკემ, გაუცება რომ შეატყო, ლაღად უდარდელად გაიღიმა. ეს კეთილშობილი ბატონები, თქვა თითქოს და საზღვათა შორისოდ და თავის ტახტის მსგავს სავარძელზე მოხერხებულად მოიკალათა, ჰერცოგ ერევარდს, ამ მიწების მბრძანებელს ემსახურებიან. პრინც. ხაზგასმით შეუსწორა ტაილესმა, უფრო ახალგაზრდა რაინდმა და ნათელი ცისფერი თვალები ზიზღით მიაპყრო ქურუმს. პრინც ერევარდს, წვრილმანებს ნუ ჩავეძიებით, ჩაიცინა ნენეკემ.
ჩემს დროს, პრინცებად მხოლოდ მეფური ჩამომავლობის ხალხს მოიხსენიებდნენ. დღესდღეობით როგორც ჩანს, ტიტულებსაც აგდებულად ეკიდებიან. მაშ, ასე. ეს ბატონები გაგაცანი. ახლა გეტყვი, რისთვის ესტუმრნენ თეთრი ვარდის რაინდები ჩემს მოკრძალებულ სავანეს. იცი გერალტ კაპიტულიერებარც ორდენისთვის შემოწირულობას თხოვს, ამიტომაც ვარდის რაინდებიდან ბევრი ჩადგა მის სამსახურში. ზოგმა აქაურმა სტაილესივით დადო ფიცი და მოისხა ეს წითელი მანტია, რომელიც სხვათა შორის ძალიან შვენის. დიდი პატივია, თქვა მხედვარმა და მეორედაც დაუკრა თავი, ისევ დაუდევრად. მე ეჭვება. ცივად თქვა ქურუმმა. ესენი აქ შენთვის პატივის დასადებად არ ჩამოსულან. პირიქით. ითხოვენ, რაც შეიძლება მალე გაეცალო აქაურობას. მოკლედ, შენს გასაგდებად ჩამოვიდნენ. შენ ეს პატივად მიგაჩნია? მე არა. შეურაცხყოფა უფრო მგონია. კეთილშობილი რაინდები ამაოდ დამშრალან. მხრები აიჩეჩა გერალტმა. აქ დასახლებას არ ვაპირებ, საკუთარი ნებით წავალ, ყოველგვარი დამატებითი სტიმულის გარეშე, თანაც სულ მალე. მალე კი არა, დაუყოვნებლივ, ჩაიბურტყუნა ტაილესმა. ახლავე. პრინცი ბრძანებს თოლდიო, ამ ტაძარში ბრძანებებს მე ვიძლევი. ცივად და მბრძანებლურად შეაწყვეტინა ნენეკემ. საზოგადოდ, ვცდილობ, ჩემი ბრძანებები ერევერდის პოლიტიკას მეტისმეტად არ ეწინააღმდეგებოდეს. თუ, რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკა ლოგიკური და გასაგებია. მაგრამ ამჯერად ის უგუნურად მიმაჩნია, ამიტომ იმაზე სერიოზულად ვერ მივიღებ, ვიდრე იმსახურებს. გერალტ რივიელი ჩემი სტუმარია, ბატონებო. მისი აქ ყოფნა მსიამოვნებს. ამიტომ ჩემს ტაძარში იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც მოისურვებს. როგორ ბედავ და პრინცის ნებას ეწინააღმდეგები, ქალო? შეჰყვირა ტაილესმა, მოსასხამი გადაიწია და დაღარული. თითქმით მორთული სამკერდე ნიშანი მთელი დიდებულებით გამოაჩინა. როგორ ბედავ ხელისუფლის ავტორიტეტის შელახვას. წყნარად. ნენეკემ თვალები მოჭუტა. ხმას დაუწიე და დაფიქრდი, ვის ელაპარაკები. მშვენივრად ვიცი, ვისაც ველაპარაკები. ნაბიჯი წინ წადგა რაინდმა, ფალვიკმა, უფროსმა. იდაყში ხელი ჩაავლო და ისე მოუჭირა, რომ ლითონის ხელთათმანმა ჭრაჭუნი დაიწყო. ტაილესმა ბრაზით გამოგლიჯა ხელი. და ჩემი სიტყვები პრინცის, ამ მიწაწყლის პატრონის ნებასურვილს გამოხატავს. ეზოში 12 ჯარისკაცი გვყავს დატოვებული ქალო Twitchip Extrastums. ნენეკემ ქამარზე მიმაგრებული ქისისკენ წაიღო ხელი და იქიდან ფაიფურის ქილა ამოაძვრინა. Twitchik? მართლა არ ვიცი თქვა მშვიდად, რა მოხდება ეს ქილაზე ჩვენს ფეხებთან რომ დავამსხვრიო, ტაილეს. ეგებ ფილტვები დაგისკდეს, ან სულაც ბალანი ამოგივიდეს, ან ერთიც და მეორეც. ეგ მარტო მოწყალემელი ტელემიცის. როგორ ბედავ და ჯადოთი მემუქრები? ქურუმო. ჩვენი ჯარისკაცები თვალის დახამხამებაში take. ელეთეთი. თუ შენმა ჯარისკაცებმა გაბედეს და მელიტელეს ქურუმს თითი დააკარეს. შებინდებამდე გზის გასწვრივ, აკაციებზე ჩამოკიდებენ. მათ ეს კარგად იციან და, კაცმა რომ თქვას შენც იცი, ტაილეს. ასე რომ, ნუ თავხედობ. დედა შენი შენზე მე ვამშობიარე, შე, ღმერთო, მაპატიე, ტრაწიანო ლაწირაკო. და მეწოდება, მაგრამ ბედს ნუ გამოცდი. ნუ მაიძულებ, წესიერი ქცევა გასწავლო. კარგი. ჩაურთო თავგაბეზრებულმა მხედვარმა. როგორც ვატყობ, დიდი უთანხმოების მიზეზად ვიქეცი, ეს კი სულაც არ მინდა. მოწყალეო ფალვიკ, თქვენს თამხლებზე გაწონასწორებული ჩანხართ, მას კი როგორც ხედავ ახალგაზრდულმა თავქარიანობამ სძლია. გარწმუნებთ მოწყალეო ბატონო, რომ აქედან მალე წავალ. გარდა ამისა, ვაცხადებ, რომ აქ მუშაობას რაიმე შეკვეთის ან დავალების შესრულებას არც ვაპირებდი. და არც ვაპირებ. მე აქ მხედვარად არ ჩამოსულ ვარ, პირად საქმეზე გახლავართ. გრაფმა ფალვიკმა თვალი თვალში გაუყარა და გერალტი მიხვდა, რომ შეცდა. თეთრი ვარდის რაინდს თვალებში დაუფარავი სიძულვილი ედგა. გერალტი მიხვდა, რომ მას პრინცი ერევარდი კი არა, ფალვიკი და მისნაირები აძევებდნენ. რაინდი ნენეკეს მიუბრუნდა. მოწიწებით დაუკრა თავი და ალაპარაკდა. მშვიდად და თავაზიანად ლაპარაკობდა. დამაჯერებლადაც, მაგრამ გერალტმა იცოდა, რომ ფალვიკის სიტყვებში სიმართლის ნასახი არ ერია. ღირსო ნენეკე, შენდებას გთხოვთ, მაგრამ პრინც ერევარდს, ჩემს ბატონს,
არ სურს თავის სამფლობელოში მხედვარის ყოფნა. არ აქვს მნიშვნელობა, ურჩხულებზე სანადიროდ ჩამოვიდა თუ როგორც თავად ამბობს, პირად საქმეზე. პრინცმა იცის, რომ მხედვარები პირად საქმეებზე არ დადიან და უბედურებას მაგნიტივით იზიდავენ. ჯადოქრები აშფოთებულ პეტიციებს წერენ, დრუიდები იმუქრებიან. Yatsix aka Sapriden. It's Yatsix by Furnumend. არ მესმის, რატომ უნდა აგოს პასუხი გერალტმა აქაური ჯადოქრების ან დრუიდების თავშობილობის გამო. სიტყვა გააწყვეტინა ქურუმმა. როდის იყო? ერევარდს ან ერთის აზრი აინტერესებდა, ან მეორისა. გვეყოფა ლაქლაქი. შუბლი შეიკრა ფალვიკმა. მე მგონი, გარკვევით თქვი, რისი თქმაც მინდოდა, ღირსო ნენეკე. უფრო გასაგებადაც გეტყვით. ვერც პრინცი და ვერც კაპიტული მის აქ ყოფნას ვერ მოითმენენ. ვერ შეეგუებიან მხედვარ გერალტ რივიელის, მეტსახელად ბლავიკენელი ყასპის, თუნდაც კიდევ ერთი დღით ელანდაში დარჩენას. ეს ელანდერი არ გახლავთ, ქურუმი წამოხტა. ეს მელიტელეს ტაძარია! მე კი ნენეკე. მელიტელეს მთავარი ქურუმი წუთითაც ვეღარ ავიტან ტაძარში თქვენს ყოფნას, ბატონებო. მოწყალეო ბატონო ფალვიკ. მშვიდად თქვა მხედვარმა. უსმინეთ გონების ხმას. მე უსიამოვნებები არ მინდა და არ ამგონია, თქვენ გინდოდეთ. ამარემარეს დიდი 3 დღეში გავეცლები. ნუ, ნენეკე, ღვთის გულისათვის, ნუ რაფერს იტყვი. დროა, გზას დავადგე, მხოლოდ 3 დღე. მეც არ გთხოვთ. სწორადაც იქცევი, რომ არ სთხოვ. დაასწრო ქურუმმა ფალვიკს. გაიგეთ ბიჭებო, მხედვარი აქ მხოლოდ 3 დღე დარჩება, რადგან ასეთია მისი ნება. მე კი, დიადი მელიტელეს ქურუმი, ამ 3 დღის განმავლობაში ვუმასპინძლებ. ეს ჩემი ნება. ასეია, გადაეცით ერევარდს. არა. ერევარდს არა. მის თანამეცხედრეს, კეთილშობილ ერმელას. და ისიც დაამატეთ, რომ თუ სურს, კლავინდებურად მიიღოს ჩემი აფთიაქიდან, აფროდიზიაკები, უჯობს, ქმარი დააშოშმინოს, მის ახირებას ლაგამი ამოსდოს, თორემ ეს უკვე სიბრიყვეს ემსგავსება. საკმარისია. ისეთი გააფთრებით შეჰყვირა ტაილესმა, რომ ხმა დაუწრილდა. არ ვაპირებ. აქ ვიდგე და ვუსმინო, როგორ შეურაცხყოფს ვიღაც თაღლითი ჩემს ბატონს და მის მეუღლეს, ასეთ უპატივცემულობას არ გაპატიებთ. ამიერიდან აქაურობას თეთრი ვარდის ორდენი განაგებს. ამ ბნელეთისა და ცრურწმენების ბუდეს ბოლო მოეღება. მე კი თეთრი ვარდის ორდენის რაინდი. ჩოცინგლიანო. ხვარძლიანი ღიმილით შეაწყვეტინა გერალტმა. ენა, დაიმოკლე. ქალს ელაპარაკები, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, განსაკუთრებით თეთრი ვარდის ორდენის რაინდისგან. თუმცა, ამბობენ, რაინდად კურთხევისთვის კაპიტულის ხაზინაში 1000 ნოვიგრადული კრონის შეტანაც კმარაო. ამიტომა, ორდენი მევახშეებისა და თერძების შვილებით რომ აივსო. მაგრამ ეგებ ღირსების ნასახი მაინც შემორჩათ. ან ეგებ ცდები, მოუცა გაფითრდა და ხმალს წაეტანა. ფალვიკ, თქვა გერალტმა, ისე რომ, სახიდან ღიმილი არ მოსცილებია. თუ ახლა ეს ლაწირეკი ხმალს ამოიღებს, თავისივე ხმლით აუჭრელებს საჯდომს. მერე კი კინწისკვრით მოვისვრი აქედან. ხელებაკანკალებულმა ტაილესმა ქამრიდან რკინის თათმანი ამოიძრო, მხედვარს წყარუნით დაუგდო ფეხებთან და წამოიკივლა. ორდენის შეურაცხყოფას არ გაპატიებ. ამ სირცხვილს ორდენს შენი სისხლით ჩამობან, შეუჯიშო. დუელში გიწვევ. ეზოში გავიდეთ. რაღაც დაგივარდა შვილო. შვიდად თქვა ნენეკემ. აიღე, აქ ნაგვის დაყრა არ შეიძლება, ეს ტაძარია. ფალვიკ, წაიყვანი აქედან ეგ სულელი, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. ერევარდს რაც უნდა გადასცე. იცი. არა, თავად მივწერ წერილს. თქვენ სანდო მალებს რბოლებს არ გავხართ. ახლა აქედან მიბრძანდით. იმედია გზას თავად გაიკვლევთ. ფალვიკმა მარწუხივით ჩასჭიდა ხელი განრისხებულ ტაილესს და აბჯრის ჟღრიალით თავი მდაბლად დაუკრა ქურუმს. მერე მხედვარს თვალებში ჩახედა. მხედვარი არ იღიმებოდა. ფალვიკმა სისხლისფერი მოსასხამი მხარზე გადაიგდო. ეს ჩვენი უკანასკნელი სტუმრობა არ ყოფილა, ღირსო ნენეკე, დავბრუნდებით, თქვა მან. სწორედ ამისი მეშინოდა. ცივად მიუგო ქურუმმა. ვაი რომ ვერ ავწდი.